როგორია, როცა აზრუნავენ დაიცრებლებიც მომადე. მარტო მანდარი თუ საგნერ ტანში კიდე. კი, ყველაფერი ტრიფია. ყველაფერი ტრიფია, ტანჯვა ნამდვილია. ეს არის შემოქმედის გზა, რომ ბლოკებს პოულობ, აშორებ, რაც პროგრამები, რაც ბლოკავს იმისგან, რომ გამტარი იყო და შეგი უნიკალური პრიზმით, რომ გამოატარო. სავში დაძაბულობ. ხო, შენ მაგრა გიტრიფობი. ხედავდი ტრიფის გარეშე. ხოდა რა ვიცით რომ ის არის, დადასტურდა მე სხვადასხვა საწრი სადაც რაღაცები დავინახე, მე მოიყვანეს ვიღაცები, იმათაც ოსტავსი რა დავინახეთ, მაგრამ მან მეც ვიფიქრე. დამნახველები მოიყვანეს. დამნახველები ექსტრასენსები მოიყვანეს. აუცილებლად შემდეგი ეპიზოდი რაღაც პოდკასტის. დღეს ჩვენი სტუმარია ნელი. ნელი არის საუნდ ჰილინგის პრაქტიკოსი. არ გავაკადემიერდები და მენტორის ხო? მე არა საუნდ ჰილინგთან მიმართებაში, ანუ საუნდ თერაპევტი იმდენად დიდი სფეროა და იმდენად ინტუიტიური, რომ აი რო თქვა საუნდ თერაპევტი ვარ, ცოტა მიჭირს. მაგრამ თერაპევტი ხარ, რომელიც საუნდის ინსტრუმენტსაც იყენებს, ჩემი აზრით, იმიტომ რომ რაღაც პლანში მე ეგრე ვუშვები. ხო, თან ესე უყურებ, რომ ფასილიტატორი ვარ, იმიტომ რომ ვეხმარები თვითგამყურებაში ადამიანს. მოდი ესე რომ თქვა საუნდ ჰილინგის ფასილიტატორი. ოკეი. მედიტაციის მასწავლებელი და პიროვნული განვითარების მენტორი. ოკეი. აი ძალიან. აი, მაშინ მე ძალიან ვერ ხო და ერთი იმას ვიტყვი, რომ ეს პოდკასტები არის ჩვენ იოგაური სტუდიაში, სადაც ხო რაღაც პოდკასტი დავუწყეთ და ეს პოდკასტი ემსახურება ადამიანების უშუალო განსწრების გაზიარებას, ესე რომ ვთქვა, რომ ის დავუძე ხოლმე რა, სადაც წინაზეც კი მithქონს პროექტი, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო თავიდანვე ეგ, რომ აი ეს ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის სოციალურ ქსელობიდან რა, თან ახლა ხო ძალიან ისეთი რა, ეს იოგა, მედიტაცია, გაგასხივოსთან, გამოსხივოსთან. ხო, ასწორებს, კაია, ძალიან პოზიტიურად უყურებ, მაგრამ ჩემთვის მაინც იყო რა, ძალიან აი ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც რაღაც გამოსწორება არ ქონია, იყოს ძალიან უშუალოდ გასაგებად გადმოუცეთ რაღაცები. ვიღაცები მაინც ვერ გაიგებენ, მაგრამ ჩვენ ვეცადოთ, რომ ძალიან ჩვეულებრივი იყოს აი ჩვენზე როგორი მოქმედა რაღაც პრაქტიკებმა და მთელი მოტივაციაც ამ პოდკასტის ეს არის რა. და ხო, აი ტრადიციულად დავიწყებ შეკითხვით. თქვენზე თქვით? ხო, მე ვარ ჩაუპლიუსით იქ ჩობა პლიუსით და ხო, ანუ ის უფრო ნაცვლად რო ვთქვა, მე ვარ იოგას პრაქტიკოსი და ინსტრუქტორი. ვასწავლი იოგას. ვაპრაქტიკებ იოგას, ასევე მედიტაციას, რომელიც იგივე სკოლაში როგორც და ამის სხვაგან ხრა რა, მაგრამ ხო, არ ვიცი, მედიტაცია ითქმევა, შეასაკეთებ მაგაზე, ანუ ითქმევა. ითქმევა მედიტაცია, თავისთავად ტექნიკა მედიტაციურია, ასე რომ ვთქვა. ხო, letting go მედიტაციას აკეთებს emotional release-ების. როგორი? ანუ როგორ აკეთებ? შენი კონცამ. ხო, ეს თანაც ვამბობ და სხვა შევცვალე. ხო და მოკლედ მოყვათო დიდად. მოკლედ ჩემი აზრით და მე გატვიგერებ და მე გეხმარები რომ შენ ემოციასთან იყოს, ანუ ეგ ემოცია შენში. შეგიძლია ხება გატრიგერო? აი ხო მე ვარ გატრიგერებული, წავან უცბად გავტრიგერდი, გავიქნიჭე და შენ მაგას მოგიყვა რა. მოგვიყავით ამ სად არის და როგორია? სახეში აი აქ შუბლში და თვალებში და მოდულება შეგვიძლია. აი ეხლა უშვებოდი რა სანამ აქ გადმოვიდოდით. ჩემთან კრინჯინესი არის ხოლმე შენ კრინჯინესი იყო და რაღაცნაირად არ კერჩიც იყო რა, უფრო აი აქედან წამოვიდა ზემოთ.
და რაღაცნაირი ისიც იყო რა, აი ცოტა კრინჯინესი და სირცხვილის და რაღაცნაირი. საშუალო კრინჯინეს ეფექტი. ხო, რაღაცნაირში კი. და ცოტა ალბათ ისიც იყო I'm not enough-ის. რაც ისე ვერ გამოუჩნდი როგორც კაინი ქულები დამეწერებოდა. ხო, თან იცი რა იყო, ეგ ტალღა რო წამოვიდა, ეგრევე ეს გავაკეთე, რომ აი ბოლომდე არ მეგრძნო რა. თორე გაიგივიდა. აჰა. ხოდა ეხა არის რაღაც დონეზე სახეში შუბა საფეთქლებში რა. ხო, ის არის, თან ვარ. ეხა თან კრინჯინეს წინააღმდეგობა დევს ხოლმე რაღაცნაირად თვალებში არის ხო? ამას ცოტა მოჭრეთ ძალიან აი სათულ დონეზე არის. და ეხლა მე ამას მივხედავ. პროცესში ვიქნები. ხო, ამას ვიჯდები რა პროცესში და ხო, ისე შეიძლება გიგონდეთ. ამას დამატრიგერებთ? არ ვიცი, იცი რა, ანუ შეიძლება რომ ძალიან ეგ მაშინ მთელი პოდკასტი მაგაზე წავა რა, რაღაცნაირად. შეგვიძლია ისე რაღაცნაირად. საინტერესო იქნება. რა ვცადოთ, არ ვიცი რა, შეიძლება ძალიან ისე ჯავშნები ქონდეს, რომ ძალიან დასხոտე რა მაქედან და ალბათ მაგრადულად ვტირი. ხო, ეგეც შეიძლება ერთ-ერთი ჯავშანი მე წინააღმდეგობას ვეძახი ტიროს პრობლემა. წინააღმდეგობას? ხო, რეზისტენცია რაღაც საიმ შეგვიძლია რაც გაქვს. მარტო გამოსავლე. ხო, შეიძლება არ იყოს ეგრეც რა, შეიძლება იყოს იქიდან ტირილი, სინამდვილიდან, ან იყოს თავდაცველი. ანუ მე მზად ვარ, მე მიავარ, თუ დამატრიგერებთ, ტირილშიც ჩამაჭირეთ ბოლომდე. ანუ მაგით წავიდე? არა, არ ვიცი, თქვენ გადაწყვეტეთ. მე ამ კერმეს. ხო. თან ანუ ის გამოვა რომ პრაქტიკაც გამოჩნდება რა არის და რეალურად ადამიანი მეც დისპირად გთავაზობთ თავს. ხო, ის ინტერესო. საიდან დავიწყო რა ვიცი. საიდან რა გაწევს? რა მაწუხებს? აი რატო ანებებ საუნთერაპიას? რატო ანებებ პერიოდს? არა, ეგ არა, რატო უფრო საინტერესოა, რატო მოგინდა, ეხა რა მეკონდა თავში ამ რამე ემოცია გქონდა თავში, რაც რატომაც მოგინდა რომ მოგინდა გატრიგერება, რამე გაგეკითხა. დაგეხმაროთ თავის წარმოჩენაში. ზედაპირზე ეს ჩანს. ანუ ზრუნვა. ხო. და რატო გინდა რომ იზრუნვა? რატო მინდა რომ იზრუნვა? ეგ არის ჩემი პირველადი ყოველთვის ისა. ზრუნვა. ხო. რატო? ალბათ იმიტომ რომ ვიცი როგორია როცა არ ზრუნავენ დაიცრებლებიც მომადი. მარტო მანდარი თუ სამერ ტაში კიდე. მაგრამ შეიძლება სამხარო რომ ბოლო დროს მოკლედ ენერგიის ამოტანა დავიწყე რამდენიმე წელი, ახლა ცოტა გადავხვიე, მაგრამ გაჭედილი მქონდა, აქ მქონდა ძალიან ძლიერი ბლოკი, ახაც. ეს რო გაიხსნა თავშეკავებით და სუფთი პრაქტიკებით, ამოვიდა გულში გაიხსნა, ერთი კვირა გაჭკიმული დავდიოდი. მე აიავასკაზე, მარტო გული იყო მაშინ. მე აიავასკაზე ავიდა ბოლომდე და ნუ ეგ იყო გასხლოსნებული ღმერთის ნეტარებაში, ხო აი მუდმივ ორგაზმში, სადღაც ერთი კვირა. რა საჭიროა საერთოდ სხვა რამე ხო და მე ხა ეს ბუნებრივად ხო არ იქნება. ხო, მე დაიწყო მუშაობა. რა თქვი? მოგირჩა. ხო და მე დავიწყე პრაქტიკა იმისთვის, რომ ეს ბუნებრივად ავიტანო აქედან და ეხა არის აი აქ კარგად იგრძნობა რა. ეხა გრძნობა. ეხა არ გრძნობა. ოკეი. მარტო როცა ვარ მაშინ კაი განთავრეს ხო, მაგრამ ამანაც დაიწყო გახსნა. ეს ქონდა ძალიან გახსნილი ბავშვობაში, ხედავდი მიღმიერს. მე რაღაცნაირად ეს ჩამიგედა. რაღაცა რა მოჩვენებებს და რაღაცებს. მე წამიყვანდა, ახლა სადღაც 10 წლის ვიყავი რომ ჩამიგედა, სადღაც წამიყვანეს და მას მე ვერ ხედავდი, მაგრამ გრძნობდი და დამეწყო შიშები. ამის გამო რომ ვერ ხედავდი, გრძნობდი და მაშინ არ მეშინოდა რომ ხედავდი და ეხლა ამან დაიწყო გახსნა და ცოტა დაბრუნება. ანუ როგორც ჩანს მთლად აქ გაჭედილი არ არის რაღაცა ნაწილი ავიდა ზევით, მაგრამ ბევრია მაინც აქ რა.
ხოლო ეხა ეს არ მიგწვნია ჯერ და მგონია რომ უნდა წამოიღოს რაღაცა აქეთ. ჯერ მარტო აი ეს იყო რა. ეგ მომადგა ეს რამბები. ეხაზე ხო? ხო ეხა როცა რამე არის ხოლმე რაც ამას აპროვოცირებს, ატრიგერებს. აი რაღაც ხდება ხოლმე ისეთი რაც ბოლო დროს ბოლო დაახლოებით 2 კვირა თითქმის სულ არის ანუ დიდწილად არის ეხლა რა ეხლა ლაპარაკობ ალბათ ლაპარაკი უნდა სიმღერა უნდა და ამცალია ამცალია ხო და ეგენ ექსპრესიები არის მაგრამ ეგენ არ აგვარებს არაფერს ისე ხომ ვერ ხარ ხოლმე და ხო რაღაცებს ხო და 2 კვირა გამიქნია ფაქტიურად და როცა შევი ხოლმე არ გაიქნა ხო აი ჩარჯი აღარ გიქნება და შეიძლება აჰა ალბათ ეგ არის ხარ ლაპარაკობ დამშვი მეც ხონდა მან ძამბერი და ჩემ შემთხვევაში იყო ბევრი უთქმელი რაღაცები რაც ადამიანთან და მეთქვა ან რაღაც ეგეთები რაც არ მეთქოს ან ანტურაჟზე ეგენი იყო გაჭირს ბრაზი უფრო აი აქ აბებში იყო ხო ეგ მქონდა ბრაზი მქონდა ხო წენა მე მგონია რომ ჩემს shadow selves არ ვაჩვენებ საჯაროდ და შეიძლება ეგ იყოს. როგორია shadow self? Okay. ხო და შეიძლება ეგ არის, არ ვიცი. რატო ვიშვებ კარგად? საჯაროდ არ ვიშვებ, ანუ აი კამერასთან. პირველად ვქენი კამერასთან და კარგი. და იქცე. Okay. არაფერი, ხო. როის ამბობთ არაფერია. როგორ შვები რა, შიშზე სხვა ლაპარაკობ, აი თითქოს რაღაც ისე, მაგრამ საბოლოოდ გეშინ ხო ეგ თორე გატრიგერდა და იქიდან არ ქენი ეგ. ისე პროცესა იტყვი რა თეორიულად ზრდასრულად იტყვი რა, აი ოკეი, it's okay. It's okay, ეს რომ მოგუდეთ, it's okay, მაგრამ რა ვია. ეგ მარტო თვალებში ახლა რასაც შვები თასო. არა ეხა ისე. თუ პროსტო კი. და რატო გან შენზე როგორ ზრუნავდა ისე მეგონი მან უნდა წავიდეთ რა. ხო, არა, მე ეს გატრიგერები და მე ხო და არ ზრუნავდა. როგორ მე გაიტრიგერო აქ. რამე ფიქრი ან რამე თუნდაც ვიზუალი რამე გაქვს ისეთი რაც შეიძლება რაზეც შეიძლება დაფიქრო ან რაღაც ქნა რაც ხელს გაატრიგერებს. ჩემი ზრუნვას ამ მოიყოს ჯერ. მე თვითონ პროცედურა. ეგ არ ვიცი. ეგეთი. და ხარ ჯერ არ ვიცი ხო. ანუ იმდენად ის არის რა სულ ფორმად არის ის ორი კვირა დაახლოებით. შეგრძნება. ანუ ლოგიკურად ეხა რომ მივდივ ფარისები უნდა შევიმოწმო, მაგრამ ნუ მე მეცეკრებონა, მაგრამ ხო, მე უყურებ ეხა ესეთი იყო რა, უბრალოდ რომ ვიბრირებდა თუ რაღაცა დემი იყო. ანუ მე ჭედება თითქოს რაღაცა უცხოსხეულია. ტემბრსაც მიცვლიდა დაჟე. ხო, თუ არ მოდუნებ მე მართლა დაგჭირდება ფარისები შემოწმო. ეხაც რომ მივიდე იქნება იქ რაღაცა დარღვევები. უბრალოდ ბევრჯერ მაგთანახი და ზუსტად ვიცი რომ ნატიფ დონეზე მოგვარებული პრობლემა ფიზიკურ საყვარებს. ხო, ამიტომ რავი აზრი ახლა მან ქექვას თუ აქედან მოაყვება. რაც ნუ ამ ჩემმა შვილმა გუშინ არ მომაჩენინა ორი მუდრა, რომელიც აი ეს მუდრა ეს შორისო. რას? ყელის ჩაკრის ამბობს. ეს არის ყველაზე ძლიერი I don't know, man. ხო და ეგ გუშინ დავიწყე პრაქტიკა. მე ეს ესეც ყელის? არა, ეს რაღაც ეს შვება რაღაცა სხვა. ეს არის და როგორ ზრუნავდნენ შენზე? ხო. არა, მაგის გამოზრუნა ადამიანებზე? არ მგონია იგროს მაგარი. არა, შეიძლება. ანუ პირველი რაც მოდის ეგ არის, რომ რო არ ზრუნავდნენ, ხა როგორ არ ზრუნავდნენ, მაგრამ ნუ ჩემთვის საკმარისად არ ზრუნავდნენ. პირველი რაც თქვი, ეგ თქვი და რა თქვი. ჩემზე რატო ზრუნავ, ეგ მაინტერესებს. ხო, ეხლა მე გამომიყვანო რაღაც მომიარეთ. რატო? ხო, ანუ ეგ მგონია, რომ იმდენი ხანი გრძნობდი მაგის ნაკლებობას, რომ ვიცი როგორი ცუდია ამის გარეშე და მინდა რომ
ეს არ ქონდეს ადამიანს. მეორეს მხრივ რო შეხედო რაც ესე უყურებ ამ ტრავმებს, რომ რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ბავშვობაში, ეს არის უბრალოდ იმისი განხორციელება, რაც დაბადებამდე გადაწყვეტილი მქონდა. თუ დავუშვებთ, რომ დრო არსებობს საერთოდ. თორე დროის მიღმა ყველაფერი ისე როგორც უნდა იყოს და ერთი ჩანაფიქრის ნაწილები შესაბამისად ის ტრავმაც იმიტომ იყო, რომ მე გამოვავლინო ეს თვისება, ანუ ეს ემპათიურობა რა, რომელიც ცოტა ჰიპერ არის და სადღაც საკუთარ ეხლა ვსწავლობ, რომ საკუთარ თავზეც ვიზრუნო. კარგად მინდა რომ გავიკო. ანუ მე მაგალითად ეგრე რაღაც პერსონალ სულს არ უყურებ რა, ანუ მე სათავს ვიყავი და სულ მე ვარ ეგ რომელიც იბადება. ძალიან ზოგადი არის შენთვის რა, ანუ ყველაფერი ერთია და იმისით არ არის არაფერი. მეც ესე უყურებ, რომ ზედაშრეში ეგრეა და მე ჩაშლილია თამაში. ჩაშლილია, მე ანუ მეორე თორ დაბადებული. ეს როგორც პერსონალი მე, ანუ ჩემი ინდივიდუალური სული. მე ესე უყურებ, რომ ერთი ვარ, და ერთი ენერგია, ერთი ცნობიერება. და ამ ალბათ ადვაიტა ვედანტურად ყველაზე მეტად, რომ ეს ცნობიერება თავისივე თავს შეიმეცნებს და ამ პროცესში ხდება ჩაშლა დიჯიტებად რა, ჯერ ორია დუალიზმის, კარგი ცუდნათელი, მდედრი, მამრი და ასე შემდეგ. მე აქედან მიდის კიდე ჩაშლა არქეტიპულ შრეში, სადაც ეს ისინია რა ღმერთების პანთეონი და მე ეს ჯადოსნური არსებები, რომლებიც რო დავაკვირდეთ ძალიან აშკარად ეგენიც ვართ და ვიღაცა ელფები და ორკები და ასე შემდეგ და ხო, ეს ჩემს ევოლუციური რაღაცაა. ხო, ჩემთვის ეს ერთდროულად ეს სხვადასხვა შრეში ხო შეგიძლია რომ ეს გადასკიფო და იქით გადახდე, იქ იყო ცოტა ხანი გადასკიფო აქ. მე არის მე ნახე ცხოველური ექსპერიმენტები მქონია რა, მაგის იქ და ვაყოფილვარ. ცხოველური და ცოტა არქაული ადამიანური რაღაცები. რა, ძირითადად ეს ცხოველური და რა იყო რა ზუსტად, მაგრამ მქონია რაღაც მანქანაყოფილვარ. ძალიან ცხოველური, yani ევოლუციურად ცხოველური რაღაცები გამიფიქრე. რა დეკარტისებთ უფრო რა და ცოტა მონადირე ტიპი და რაღაც ეგეთი რა. და აი გსულ არის რა ეს და გენები და რაღაცები სულ მოდის რა ევოლუციურად და ყველა ინფორმაცია საბოლოოდ არსად არის. აურა სიგიჟე ხო ძალიან შორს სხვაგან წავალთ. არა, დნმ-ზეც მინდა. რა? ჩვენება და ოკეი, არა ადამიანზეც მინდა. ხო, დნმ-თან წავალი. ეს არის, ხო, მე ეს რო ადამიანი ცალკე სული ჩემთვისაც ძალიან ახალია, იმიტომ რომ სულ ესე არ მქონდა რომ ერთი ვართ და იქიდან უყურებდი ყველაფერს. ეხლა დავიწყო მაგ თამაშის შემეცნება, სადაც ეს ხდება რაღაცა ინფორმაციის გადაცემა და არსებობს სამშვინველების ინფორმაცია, სადაც არის წინაპრები, რომლებიც არის სამყაროს ენერგიის ნაწილი და შესაბამისად ცნობიერების ნაწილი და მათთან კომუნიკაციაც შემიძლია. ანუ წინაპრებში გეთახმები მოყვა, იმიტომ რომ მე უზნობ ჩემ თავში ბაბუა ჩემს და ვიღაცებს. აი ჩემთვის გენებია მარტო რა, ძალიან ის არის რა, რაღაც აი სამშვინველები და რაღაც სამოთხეები და რაღაცებში, მაგრამ ანუ ინფორმაცია, რომელიც ინახება ჩემში. რაღაც გარემოება რაღაც გენს მიტრიგერებს და ბაბუა ჩემო რაღაც ნაწილით. აი გრძნობ რა მაგას აი ბაბუა ჩემ ხელში დაიღუპა და მე რაღაც იმის ნაწილი ვიგრძენი. ეხლა რაღაც იგრძენე შენც რა. ცოტა იქ და ინახე რა იყო. ხო ჩემ ხელში დაიღუპა ბაბუა ჩემი რა. მე ვიგრძენი რა იმის ხერექტერი კაც გადმოვიდა რა. თან ეს აღზრდის პროცესი ცხოვრობ. მე გენებიც არის რა უფრო მაგ ბაბუის ხას მომგვანებენ რა ისედაც რა რაღაც უფრო მაგითკენ ვარ. და იგი მაგებს უგრძნობ ჩემში. ხო, მე იმას ვამბობ ცალკე ტიპებად რა. ხო, შენ მაგრა გიტრიპოვი. ხედავდი ტრიპის გარეშე. ხო, რა ვიცით რომ
ის არის რა. დადასტურდა მე სხვადასხვა გზით, მაგალითად. მაგალითად, ну იმ მომენტში ხა სადაც მაგალითად ერთ სახლში სადაც რაღაცები დავინახე, მე მოიყვანეს ვიღაცები, იმათაც უსწავლს რა დაინახეს, მაგრამ ну მანდ მეც ვიფიქრე დამნახველები მოიყვანეს. დამნახველები ექსტრასენსები მოიყვანეს, ხო და მე ვიფიქრე რომ ну შეიძლება რაღაცა ფული უნდათ ხა ბუდიში ხალხს თუ ისე ვაბრალებდი. ხო და ну შეიძლება მათ უთხრეს მე რა დავინახე და იმათაც მოაბეს რაღაცა განავრცეს და რომ მოუგნა რისი გაგონებაც უნდათ. მაგრამ ერთხელხანს იყო რომ ჩემთან სახლში რასაც სულ ხედავდი და მე ჩემი მეგობრებიც მიდასტურებდნენ ამას როცა მე უკვე ხედავდი მამა ჩემმა დამირეკა რომ ჩემი თანამშრომელი იყო ამასული რომელსაც სპირიტუალიზმი აინტერესებსო და სატანის წვეძახითო. იმ ოთახში იყო შესული და იქიდან გამოვიდა რომ იციო შენთან აქ მაღალი კიკინიანი ტიპიაო და შენ რო ამბობდი მაგას მეგონა და შენთან საყვარელი დადიოდა. ბოდიში მამა ბოდიში დედა. ხონდა არ ვიცი სულ ხავთ დავაგდეს პენში რაღაცები საერთოდ რა მოჩვენებებზე ვარ რა ხო რა მეკითხა რომ რა იცი რომ წარმოსახვარი იყო რაღაც იყო თქო მე რომ მოყავ სხვა ტიპის ენახა ამანობა ცოტა ეჭვშავდგა ჩემ კითხოს მე რომ მაინც რა იცი რომ imagination-ი არის ჭოხოდა ნახე რა ორი ტიპი შეუულია რომ რაღაც ერთი ზღაპარი მოყვეს რა არ ვიცი რაღაცნაირად რა შეიძლება მაგრამ მაშინ გასვლა რეალობას და ზღაპარს შორის თუ ორი ადამიანი ამ ზღაპარს ხედავს აი ჩვენ განსაზღვროთ რა არის რეალობა ხო რა როგორ შეიძლება განსაზღვროთ აი რეალობაზე მოვყარებ მაგალითად ინტერესებს ენებზეც მაგარი გიჟობა ინფორმაცია ხდება რა ქაოსია ამის ვაიბია Шкала შემოიტანა ბოკრობს რაღაცა არ კონტროლო ფემინი აი აქ მაგრამ ხო რაღაცა ვიზო ბუზუალის ოკეი, მაგრამ ან ჩემი საუნდტრეკებიც ძირითადად არის როგორი ამბავი. ჩაჭერა, მოდი დაგასვენებს და მე მოცეგნოსი ბაცანა ხარ. ნუ არის შედოუ something გამოდის ეშკარად. თუ კარგო ბუქარიც ეხა უსვა შავი მეც გადაიქცა შავი კამერა და ეს ფერადი ვითომ ზანა ფატაცა უბი არის თუ რაღაც ერთ-ერთი და ეგ ტრანზიშენია ეს ჩოლბრუზის და უცებ შავად მეტრიფერო. ნია? აღონ ფილმი. აღონ ერთ-ერთი ახალი არა რეალობა როგორ განსაზღვროთ. ამას ეცოდება გითხარი. განსაზღვროთ რეალობა. ამას სახელი აქვს. ვაი, მე უკაცრავ. არის უსასრულო. რეალობა. ამის სახელი. ოკეი. რეალობის სახელი. ხო, რეალობის განსაზღვრა. აი მაგალითად როგორ აი ერთი მაგალითად ესეთ რა მინდა რა ადამიანი რომელსაც რწმენა აქვს ქრისტესი და ღვთისმშობლის და რაღაცეების და რაღაცნაირ ტრიპებში ხედავენ ვთქვათ ეგეთ სიმბოლიკებს რა ვის რწმენას აქვს. ხო, რომელი ენა გესმის რა. ჩვენ შეგვიძლია რომ გამოიტანა ინფორმაცია. ვთქვათ რომ რაღაც აი ფორმა ვთქვათ სამოთხის და ჯოჯოხეთის რასაც ბიბლიოგრაფია არსებობს. ახან ვიღაცა სიკვდილის შემდეგ გამოცდილებებზე ვაპარაკობ ხა? სამოთხე ჯოჯოხეთი ღვთისმშობელი ქრისტე დაუხდება ანუ იმ შუაში რა რეალობისგან ანუ ადამიანების ვისაც წამთ ამის უნახავთ ხილვები ხო მეც უფრო სპეციფიკური სიმბოლიკებით რა და ჩემთვის ეგ გონებრივი პროექციებია ხო და რაღაცა ის ასწავლები ხო რითიც მე რაღაც ხო მარწმენა ზამშომა და მე შესაბამის სიმბოლიკებით ხედავ. აი მან ახლა გითხრა რომ გავყოთ ორ ნაწილად, ერთი ნაწილი რომ რასაც ხედავენ ის რა არის და მეორე ნაწილი სამოთხე და ჯოჯოხეთი იმ გაგებით როგორც რაღაც ბავშვობაში ვისწავლეთ თუ არსებობს. ხო. და ეს ამაზე მეტყველებს თუ არა? მესამე კითხვაც.
შემიძლია ესე გაქცევა სულხით ჩემი აზრით. კაი, ჩემი აზრით რასაც ტიკითხოს თავის თვითონ დავუსვით თავისას და პაზულს არიწონცებს. ანუ სხვანაირად გავუცებ. სხვანაირად რა, მაშინ თუ გინდა დააზუსტე შენ. არა, თუ მოყოლილ ხარ. არა, უკმაყოფილებას აკეთით ამის გამოხატე რა. არა, უკმაყოფილების საწინააღმდეგო. რა, კარგად თქვენ პოზიტიური მითხარება. Excitement ვერ და ახტაცება, ძალიან ახტაცება წაუყო, მაგრამ მოწონება? ოკეი, არ დაგვაუწყოს რაღაც რა, არ დაგვაუწყოს ის, რომ აქ შენი ზრუნვიდან მოხვდით რა რეალურად და ყველაფერი თქვი და ეს ალბათ რაღაცა განზომილებები გავიარეთ და გარდა იმისა რაზე გრძნო საინტერესო რეზისტენცია არის, მაგრამ ხო, საინტერესო რეზისტენცია არის ჩემი აზრით, მაგრამ მე დავუწყე მას ლაპარაკი? Yes, თან ორჯერ კითხე, ან სამჯერ და მინდოდა შენი ზრუნველობა შეგრძნობა და ლაპარაკი. და ამოყავით ყველაფერში თავი. ხან დნმ-ში, ხან ვიჩგრაფში, ხან დნმ-ში რა მოყავით მინდა რომ მან დამოვაწყო. ახალი თავის სამოსაყოფოს მზადაა, ჯიბეში უნდა გააზროს თუ დაიგროვნა. მაგას ვამბობ, ხო, ცოტა გამოწვევა არა შემიგატრიგერება რაღაცნაირად. I don't know. მაგრამ წერენ გატრიგერდა ბაბუ ხას შემოკვდოთ გქონდა ეგ რაღაცები ავთამაშდა. არა, მე გამეცინა არა, გიმენი არ იყო, რაღაც ის იყო. შევიკავე. შეიძლება просто ემოცია იყო, რაც თქვენ მაგას უნდა ხო, რაღაც ნუ ემოცია იყო, რაღაც იგრძნო, მაგრამ ხა რომ მითხოს ბაბუ მომიკლავ, მასნაირად შეიძლება არაფერი არ ვიცი. ანუ, ნუ, ჩემთან ახლა მე სიკვდილებით გავდივარ რა, ძალიან დიდი წილად ტრანსფორმაციები მაქვს სიკვდილებთან ურთიერთობაში. ანუ 5-ის ვიყავი, არა, სიკვდილის არ მეშინები, სულ მინდოდა. ახლა მაგიტო გინდოდა რომ გეშინოდა ძალიან. აი, აქ ყოფნა არ მინდოდა. აქ ყოფნა მეჩვენებოდა უადგილოდ, არასწორად, შეცდომად მეჩვენებოდა, რომ მე აქ ვარ. დარწმუნებული ვარ მაგაში და ნუ რაღაცა ძალიან ვცდილობდი, რომ დავჩენილიყავი რა კინო არ ვარ. რატომ მეჩვენებოდა შეცდომად? შეცდომად მეჩვენებოდა იმიტომ, რომ ხედავდი, რომ მე რეაგირებდი განსხვავებულად ყველა გარშემოყოფისგან, ვინც იმ მომენტში ჩემს გარშემო იყო და ჩემს რეაქციას აყავდნენ არანორმალურად. ჩემთვის ჩემი რეაქცია, ანუ მე ვერ ვიღებდი მეჩვენებოდა ხედავთ ტანჯოს რომელიც ამ რეალობაში არის და ვერაფრით ვერ ვიღებდი ამას და სულ მაგაზე ვლაპარაკობდი და სულ მაგას განვიცდიდი და ნუ კაი და იქიდე იყო სულ და აი ეგ და მეც როგორ შეგიძლია ხალხო ესე ცხოვრება და ნუ ეგ იყო ბევრი წელი ხო და ამიტომ ჩავთვალე რომ ეთყობა მე ამ რეალობაში რაღაცა ერორი ვარ იმიტომ რომ რაღაცა არავის უხების ყველასთვის ნორმალი რაღაცა ეგ ახლავით ეგ. იცდია რამენაირად რა ყოფილიყავი? რომ რა მექნა? რომ აღარ ყოფილიყავი. კი, სადე. ხო, სადე რამდენიმეჯერ ავიცი რატო ვქენი. ჰოსპიტალიზაციამდე ორჯერ მივედი. ისე რაღაცა წარმატებები მცდელობების მქონდა ჰოსპიტალიზაციამდე ვარ მივედი. არა, რეალურად ახლა ძალიან რო გადამეწყვიტა ვიზამი ის რაც სად იყო აფექტის მდგომარეობაში ბავშვი არ ვიმჩნევდი, ხალხმა იცოდა რომ მე გარეკილი მაგ და მე მუშაობდი ტელევიზიაში გაგიმებული და როცა ვსადე გაგულებლები იყვნენ რომ რაღაცა გეშლება კაცუბუში ნირიმონდა. მაგრამ ანუ მართლა დაახლოებით რამდენი წელი იყო? ნაშენ რატო ანუ სადაც 5 წელი ვითმინე, ძალიან ესე მეჭირა თავი რომ არ უნდა ვქნა, იმიტომ რომ არ ვიცი დარწმუნებული არ ვარ რომ აქედან რომ მივდივარ რა ხდება ხო ანუ 80% დარწმუნებული ვარ რომ არაფერი არ ხდება შევა მეტით იმიტომ რომ სადღაც დაშვება რომ შეიძლება იქ რაღაცა ხდება ან უკან მოუბრუნდე და თავიდან მომიწოს იგივეს გავლა რაც უკვე გადალახულია ნაწილი და თავიდან არა მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტანჯობაც რომ არა მე უგეთეს გამოყოფილა ნუ
იყო მაგის ალბათობა რომ შეიძლება ეგ მოხდეს. მე მიყავი და ვარც მუნდა პრო. ოკეი, რამე ხო? ზუსტად, ოკეი, სუჩუმათო. ხოჭი შეიძლება ამაზე ლაპარაკი. არა, მეც ვიყავ მაგასთან ძალიან ახლოს. ამიცდია თუ რომ იცოდა ვაჭრობი კარგად დამთავრდა. არა, თუ ვიზავი ვაჭრობი რა მეცადა თუ. აი აქ ვიყავ გადახილი. რა სახში? სამი წლის. ანუ 29 შეგრება. ხო, 21 ოჩები. ხო. აი მოგიწევია. იცი რა. მოკლედ ვიკავე თავი დიდი ხანი, შეგნებულა და რაღაც მომენტში მკურნალობას დავთანხმდი და მაგ მკურნალობის ფონზე ვაფშე გავრეკე და ეგ იყო ესეთი აფექტური გადაწყვეტილება. ორჯერ თორე სანამ არაფერს არ ვიღებდი ხო. ოკეი. ხო და სიკვდილზე ლაპარაკობდით, რომ ჩემთვის იყო სულ მასწავლებელი, რომ ეს ჯერ 5-ის ყავის სადღაც რომ ძაღლი მომიკვდა და აი ძალიან დამეცადე სიცოცხლე მაშინ, როცა ის მოკვდა. მანამდე რაღაცა ისე ვლივლებდი რა და უცებ ბრახდა განიცადე რომ ცოცხალი იყო და არ არის. ყველას ეს აგრე მოგვიყვათ ანუ ვინც ვართ. ხო და მე დაიწყო ეს მშობლების დაბერების ახმა ფოტოების თვალიერება და ძალიან გიჟივით მიმეცნებდი ამას რომ ისინი ბერდებიან და მაშინ ვიყავი და მე ჩემ ძალიან ისქელი სანამ ბეჭდებთან მივდიოდი და ის საათობით ვტიროდი რომ ეს მეგრძნო კარგად შემეცნებინა. მე იყო რომ 17-ის ვიყავი, მეგობარმა თავი დაიწვა. გადაისხა ბენზინი წაიკიდა და თან ისე რომ მითხრა რომ მომწერა რომ ამას იზამდა თუ მე წავიდოდი თბილისში და მე წავედი თბილისში და მან ეს ქნაო. მე აღმოჩნდა რომ სხვა მიზეზები ქონდა, მაგრამ მე ხო ვიცოდი. ხო და მაგან ძალიან გიჟივით დამატრიგერა, ძალიან ძლიერი იყო. მან ჩაეშვა ეს სუიციდალური ამბები. როშენ ბრალი ორი თავსიდან შაოლამი და ერთი წელი ეგ იყო და პირველად მან დაიწყო როგორც ხვდები თუ მანამდეც იყო ხოლმე. მაგათ გამძაფრა ჩემი გოგებით ვიდრე მაგან გამძაფრა, შეიძლება მანდაც დაწყებულიყო, არ ვიცი. აი, ნას ბავშვობაზე სხვა ყვებოდი რაღაცა მიღებდნენ და მოგქო. ეს რაღაც მშობლების გარეშე დავრჩი ხო და რაღაცა მძიმე ისეთი ბავშვობა. როგორ სერჩინგი რო ქონდა თუ ის დამოვარდა თავისებურ. 4 წლით ადრე დაიწყო ეგზისტენციალური კრიზისი, სანამ ის თავს მოიკლავდა, მაგრამ მან იყო თვითდაზიანებები გასვლაზე, მე მგონი ეგრე მძაფრად არ მიგე. ის რო გავიდა, მე მეც ჩამერთო ეს რომ უნდა გავიდე და მე ბებიას სიკვდილი იყო და მე გავაპატიოსნე და ეს რო ბანდი და კანი რო ძრებოდა სხეულს მან და ძალიან აშკარად განიცადე სულის არსებობა. იმიტომ რომ ძალიან აშკარა იყო, რომ სხეული იგივე იყო, მაგრამ იქ არ იყო საერთოდ ბებია ჩემი. და ეგ იყო სული რა, სული არის სამშვენელი. იცი რა? სამშვენელი იდეაში, სამშვენელი არის soul და სული არის spirit. და დაიკარგა მე ეს სიტყვა და ეხლა ერთი სიტყვაა. ხო, აი soul-ს და spirit-ს ეს რაღაცა სხვა ფსიქიკა არის, ანუ ფსიქიკა რაც არის, ეგ არის სამშვენელი. სამშვენელია ფსიქიკა. სამშვენელია ფსიქიკა. სამშვენელი ხო სულია, მაგას არა. სული არის spirit. აი, soul არის ფსიქიკა. აი, spirit და soul შორის რა განსხვავება? spirit არის პირველადი ღვთიური ენერგია ცნობიერება და ეს არის შუამავალი რგოლი. ანუ ეს არის ადამიანური ინფორმაცია და საერთოა ეს ლოკალური და შენი. ხო, დაახლოებით. მაგრამ არის ხალხი და სისტემები, ვინც ამბობს, რომ ისიც ცალ-ცალკე ტიპია ყველა ადამიანისთვის. ანუ რაღაცა ისინი რა ნაპერწკლები ერთი ხო, ეს ნაპერწკლებს ამაში უკვე კონკრეტულ DNA-ში და როგორ გაიზარდა და ამის კონდიშენინგი რა და მაგებში უფრო ამის კონკრეტულ ნერვულ სისტემაში უფრო ჩავამატებდი ვიდრე
ესე ობიექტური მოცემა. ხო, პირობითად ტერმინებია ცოტა გართულებული ხო რა თქმა უნდა. პირობითად ყოფნა. ყველაფერი ხო პირობითად არის გამოყენებული. რაღაც ინფორმაცია გამოვიტანოთ, რომ ანუ ის პირველადია და ნუ მე რაღაც მომენტში ეს გრადაცია იღებს ინფორმაციას, რომ შეიძლება იზოლირდეს ადამიანის ფარგლებში, ადამიანის ფსიქიკა გახდეს და რო კვდება ადამიანი ის დარჩება აქ ეს ბაზა და შეუერთდება თქვა აკაშას ველს რაღაც დედამიწის საინფორმაციო ბაზა იშლება და სული გადის. ანუ ეს ცნობიერება გადის. ასე და საერთოდ. მიდი. ნუ სული იყო და სულ იქნება. დრო არ არსებობს კი ბატონო. ვერა მიერთებულია ხალ ქვია. გამოირთვსო და ეს არის ისე. მოჩა. არაფერი მაგის გარდა. რა არის? ოპნა არის მარტო მეტი არაფერი. აი თან მომწონს ეგ როგორც ავატარის ვიზუალიზაცია მომწონს მაგისთვის რა მაგის ახსაქმეა თუ როგორც ესე ამაზე არის და მომწონს როგორც. რაღაც ის გრძნობამდე რომ ის საქმე ეგრევე ტრიპში ვეძრობით რა ისე რომ აი უკან ეგ სტანდარტული რეზისტენსია. ანუ როგორც ნუ მაბრალებს იმას ვარ. როგორც შენც იქ მიყავ ხარ რა. სადაც თვითონ ტრიპოს აქ არის და იქ იყოს ტრიპში. თუ მეკითხებით და გპასუხობ. მე კითხე კონკრეტული შეკითხვა. მიდი. რატო გეცოდები? რატო არ მიცოდები? რაც იყო დახმარება მინდა. იმიტომ რომ თავის ვიცი რაღაცე. თავის შეგვიძლია და შენზე ჩასმე. და მინდოდა რომ მაწავსობიყავით ან მარტივად. აი. ოკეი, მარტივად. არა, ეხლა ნახე. რაღაც თემები არ დავასრულეთ რა. ახლა რა იყო რეალობა რა, რეალობაზე როგორ შეგვიძლია აღვიქვათ ხო რა. ხო, რაც შეიძლება იმ სიმბოლოებს, რასაც ადამიანები ხედავენ, ხო ეს მაგალითი მოიყვანე. მე ესე ვხედავ, რომ შენ რა ინსტრუმენტები რა მოხდა? ისე მოხდა რა. როგორ ხარ? ისე გადავადა და მე არა უშაშა მარტივი რაღაც მოხდა. არა მტკივნდა. ოუ, ვაუ. ეს გამი. ასე მეკითხა. ეს ჩაი. გაუსწორდა. ისე ვედავწურე ბარსე. აუ, სხვათა შორის ეს საინტერესო რესპონდენტია. თუ როცა ვარ. გუში მითხრა რომ ისა ძილის წინ კერა დილით ვკითხე და გესის რა თქვა და მახსოვს რომ ისე მითხრა ხამს რომ ვთქვი რომ მომიშორა თავიდან ხო და მეთქი არ მითი შეეცადე და იმასო სასარგებლო რატო და მახსოვს მე ისიც ხო შენ ცხოვრება მეთქი და რომ იცოდე რა ხდება და შემოხედე და ის ტვინის ცხოვრება ეს სამყაროს ცხოვრება მეთქივად ოკეი მოდი კიდო და ვიჯი. მოდიასში. ხარ მაგერაცებს აცრობს მაინც. ყველაფერი და შენც ყველაფერი ხარ რაღაცებს. თამაში ადრესასაც ვარ მახსოვს ხოლმე ყველაფერი თამაში. ბავშვობიდან რამდენიმე მახსოვს. მაგრამ აი ჩემ მე რაც მახსოვს იყო პროსტა ყოფნა სულ, აი უკომენტარო ყოფნა, სულ აი ესე დადიოდა ყოფნა. აი 4 წლიდან მაგას მასერები. და უფრო მამეცერებში შევსულო რა ჩვილობაში და კომენტარების გარშეც ხო აი მაგრამ შეგრძნებით გამოცდილებით აი ჩვილობას და ექსპერიენსებია 엔ძუძუს როგორ წოდი ტუჩს ხვედე ტუჩს როგორ ამას როგორ შევხვდით რაღაც ეგეთი და როგორ გულწნობდი მაგ მომენტში ხო რანე ახლა მის გამფრენ დაიბადა და ნული არაფერს მიგულწნია ხო, მაგრამ თან ინფორმაცია ხარ, ეგ ხარ. არა, ხო, მაგრამ ვერბალური ინფორმაცია არ გაქვს. ხო, ესე უბრალოდ ეს პროსტა რაღაც ჩანს და უნდა გაიგო რა არის რა, ეს. ოკეი. არის ნაირი უკმენია, ეს ხდება. რაღაც ბეიზისები მოყვება რა, საჭირო ისე. ხო, მე რაც მახსოვს, აი, ხელები რო აღმოვაჩინე და ანუ ის არ იყო რომ ეს რა არის რაღაც კითხვა და ანალიზი არის სიხარული იყო და ტკბობა მითი რა. ახლა ეპიზოდო ხედავ არ მახსოვს.
რა არის იცი რა მისტიფიკაციები არ ვიცი რა ჩემი მისტიური ყოფნა რა აი თვითონ ახლა მინდა შენაკროზე ვარ ხო მისტიური ჯერ და რაღაც ტერმინები მაგათ ჩემთვის უკვე ძალიან რაღაცნაირი იყო რა რაშიც არ მიყვარს ხოლმე რა იმიტომ რომ ვერ ხვდები რაღაცებს რა ხო ეგ არის ახსნის მცდელობები და ინფორმაციის გადაცემის მცდელობები ენახვარი სიმბოლოების ერთობლიობა რა მინიშნებების ერთობლიობა როგორღაც აქ რაც არის რაღაცა სიმბოლოებში მოვაქციოთ და ერთმანეთს გადავცეთ მარტო ერთმანეთზე ლაპარაკობდით რა იყო საინტერესო რაღაც ინდივიდუალური სული და განზომილებები რაღაც წინაპრები ახსენე ეგ ღმერთების რაღაც სამყოფელები რა თითქოს მაინც ამფრთალობია და ეს არის ხო? ანუ რო შეხედე როგორც ტვინის სიხშირეები რა ხო? არ არის ესე გადასართველი ალფა სიხშირეზე და დელტა სიხშირე და დელტა სხვანაირად მოძრაობენ ეს ისინი რა ნეირონებს შორის იმპულსები უბრალოდ რა და ჩვენ პირობითად ვყოფთ ამას და ასევე იგივე ამბავია რომ პირობითად ვყოფთ იმათაც რა ეხლა მე ჩემი რა ინფორმაციაც მქონია იმის მიხედვით პირობითად ეგენი დავყავი ვიღაცამ კიდე სხვანაირად დამყო იმას რა ინფორმაციაც მქონია იმის მიხედვით რა რაღაცა შენ რა კომპიუტერი გაქვს ისე ჩამოვიდა ხო როგორ თავი მე ხო რაღაც ინფორმაციას მაგრამ საბოლოოდ ადამიანისთვის გასაგებად როგორ შეიძლება რომ ის რაღაცა ძალიან დიდია და ადამიანის რაციოში ვერ მოექცევა რომ როგორ შეიძლება მინიშნებებად აქციო რა მე ეგრე მაქვს ჩემთვის ყოველთვის ჩამოტანილი ხო რაღაცა უბრალოდ რაღაცას ვერ ახსნი რა ჩემთვის აი რაღაც უსაზღვროს ვერ ახსნი რა რაც უსაზღრო და ერთიანი უფორმოა თუ არ ვიცი ყველაფერია რა ანუ ღმერთი ბჭყალებში მაგას ესე ვერ ახსნი რა ეგ შეიძლება მარტო იგრძნო გამოცემა ხო ფორტოფლის გემოს ვერ ახსნია კარგია ისე რა შეიძლება ამიხსნა ახლა ეგ შენი ყოფნა როგორ შეიძლება ახსნა აი რო ხარ ახლა ეგ შეიძლება როგორ ამიხსნა გამოცდილება შენ რასაც ამბობ მე მგონი არ გჭირდება ხო რომ მაგ ეგ შევეცადო დავიწყე ამის მცდელობები იმიტომ რომ რაღაცა განმეორებით მოხდა რომ ადამიანებმა მკითხეს რა ჩემი აზრი და როგორ გავაკეთე როგორ დამშვიდე ხო და ძალიან არ ამშვიდი დამშვიდი ანუ ის მომენტი რაღაც ახსენე მოკლედ იმისი თუ აი რა არის ნათქვამი უკვე რა ფორმით არის გადმოცემული რაღაცეები და ნუ თავიდან მქონდა განცდა რომ ეხლა მე ამას რო ვეცნობი განსაკუთრებით შტაინერის ანთროპოსოფიულ სწავლებას იქ ძალიან ბევრი ინფორმაცია სალამის ხო ერთად გვაქვს ნასწავლი ხო და ბევრი ამოსვლას მისანა მაგა ადამიანის სულს რო იკვლევს ადამიანის არსების წევრებს ეს არის რა ქვია ესე ეძახის ხო და მას აქვს ძალიან რაციონალური ტვინი ისეთი რა გერმანული თუ შვეიცარიული თუ ავსტრიული ბოდიში ანთროპოსოფიურ საზოგადოებასთან ესე ძალიან ბოდიშებს ვიხდი დღეს მადლობა და ეს რა ქვია ამიტომ იმდენი უჯრა იყო რომ მეთქი არა ეს არ უნდა ვუქნა ჩემს თავს მაგრამ ნუ მეთქი ოკეი მოდის მოვიდეს საბოლოო ჯამში რაღაცა ყველაფერი ერთად რო იყრება და რო მიყურებ მაინც როგორც თამაშს მე ლეგოსავით არის რა ეს კაპ აბა ესე გემრიელია გასაგებია რა აბა ესე და რაში გჭირდება ვთქვათ რომ საერთოდ ვილაპარაკოთ მაგაზე რა რაღაც განზომილებებზე ან რაღაც მაქსეიტებზე აი შენი არ ვიცი შენ ხო რაში გჭირდება ერთი რომ როცა არის ინტერესი რომ შეიძლება ეს ინტერესი დაკმაყოფილო ან ინფორმაცია გადასცე ცოდნა გააზიარო ერთი ეგ მეორე რომ ერთმანეთის ტრიფები დავატოვოთ ტრიფია რა პროსტა კარიკატურას ხო ტრიფს მე არ ვეძახი კაიფს
ტრიფი არის ცხოვრება მთლიანად ტრიფია. კაიფიც რაღაც არ მომობ ნეგატიურ ასპექტში რა, კაიფობ რა. ხო, კაიფობ, ეს ცხოვრება კაიფია, ეს ცხოვრება თამაშია ტრიფია, აი ესე უნდა ეს. ხო. და აუ იქ ყოფილ ხარ რაღაცა ბაიზე, ან ინდოეთში და იქ ღმერთებთან იყავი. ხო და ისევ მიუბრუნდით იმასთან, მე ვატრაკებდი იმას, რომ რა ვიცით, რომ ეგ არის პროექციები ჩვენ, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი ის არია ტვინი რა და რაღაცებს აძრობს რა, ისეც რომ აი რა არის რეალობა, აი მოვიდით ისე რაც არა როგორ? აი რომ იყოს მე. რომ იყოს რა. ხო. რა. აი რომ იყოს პროექცია მე რა. მომცილოს პროექცია რა, არაფერი. უბრალოდ ერთი ისტორია იქნება, ერთი ტრიპი იქნება, მაგრამ მეორე ის არის, რომ ნახე, ვიღაცებს ვაპრაქტიკებთ რა. და ვიღაცები რაღაცებს არ. ისინიც რაღაც ან მაგ პროექციაში არიან, ვინც ტანჯოში არიან რა. ვიღაცები იტანჯებიან. სტრაგონი თუ და რაღაცნაირად იგივე შეგვიძლია ვთქვათ, ტრიპში არიან და იტანჯონ, so what? ხო, არა, მან ძალიან ის არის ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კი ყველაფერი ტრიფია, ყველაფერი ტრიფია და ტანჯვა ნამდვილია. ან მაგაზე მიცინია, რომ აი ადამიანი რო იტანჯება და მე რა საყვარელი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ხო ვიცი რომ იტანჯება მე მაგითო ვიტანჯემან რომ მეც ვიცოდე და ზუსტად აი პროექციულ რაღაცებში ჩახლართული რო არა და მაგის განხლართვა რომ მოხდეს, ეგ არის ჩემთვის სიმშვიდე რა, რაღაცების მოშორება და იმის რაც არის იმის და დარჩენა არის სიმშვიდე. ჩემი ბუნება არის სიმშვიდე, ხვდები ანუ. ჩემი ხო და აი რაღაცნაირად არ მიყვარს ხოლმე ამ ტრიფებზე ლაპარაკი მე მაგალითად რა, იმიტომ რომ ტრიფია რა, შეიძლება ეხა ეს ნახო, მე ის ნახო რა და არ ვაძლევ ფასს მაგას რაღაცნაირად და საერთოდ არ უყვები ადამიანს, ან ძალიან ის ამ გოგო შემოუყვარ იცი რა, ნახე, როგორ საერთოდ ბალეზე წავედის რომ მოყვები ეგრე. ხო და ეგ შეიძლება ძალიან დამაბნეველი იყოს ადამიანებისთვის რა, იმიტომ რომ ახალ რაღაცებს აიხლართონ რა. მე ესე ვუყურებ ამას რომ მე ვარ მომხრე ზოგადად მაქსიმალური გამჭვირვალობის და თავისუფლების რა. და მგონია რომ აი ტელევიზიაში რომ მუშაობდი, იქ იყო მიდგომა რომ ხალხი შტემპია და ხალხს ყველაფერი არ უნდა უთხრა. ხალხი შტემპია და ხალხს ყველაფერი არ უნდა უთხრა. ხო. ეგ მიდგომა შედეგად შობდა ძალადობას, იმიტომ რომ ეს შობს მე მანიპულაციას. რომ მე შენ იღებ შენს თავზე უფლებას გადაწყვიტო რა უთხრა ადამიანს და რა არა. და მე შენ ან მართავ მის რეალობას. მაგიაში ეს შავ მაგია განიხილება. ტელევიზია შავ მაგია. შესაბამისად მსგავსი არჩევანი ისედაც კომუნიკაციაში რაღაცა თქვა და რაღაცა არ თქვა ჩემთვის როგორც მაქსიმალისტისთვის. იგივენაირად განიხილება. ანუ მე მგონია რომ თუ მე ტრიფი გამიცდია, მე უნდა ვთქვა ამ ტრიფის შესახებ და ადამიანმა თვითონ გადაწყვეტს, მაგრამ აქვე ვამბობ ყოველთვის რომ ჩვენ ვართ ერთი, ანუ ერთი ენერგია და ეს ტრიფები ყველაფერი თამაშებია. როგორც იმაში რა, მკვდართა წიგნში რო კვდები, გექნება და საუნდის დროსაც და ხო, თავიდანვე ვაფრთხილებ, რომ გაგარჩევან, შეგიძლია ითრიფაო, შეგიძლია როცა მოვა ტრიფი, უთხრა, რომ მე ვიცი, ჩემი გონების უსაზღვრო შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ ვირჩევ სინათლისკენ სვას და წახვიდე გაფრცხვნისკენ, უბრალოდ გახვიდე სიცარიელეში. ანუ სიცარიელეში ვიცხოვრე რამდენიმე წელი, აი აბსოლუტურად არაფერი არ გაგვირვებს და რაღაცა ერთი მაშინ რო ხარ ბავშვებს წინდათ ატყვა თქვი აგიგვის არაფერი. და მე გადაწყვიტე რომ მე მოკლედ აი ეს არის რა after the დაიწყო თამაში. ხო, ანუ დაახლოებით ის გამოთქმა არის რა რომ გასხილოსნების მერე გასხილოსნებამდე შევშევოთ ხო და ის მერე შეხედე ამას მე პროსტა არ ვიძახი რომ ხარ ის გავბრუნდი ძალიან მაინტერესებს რა იქნება
გადაგზა და მიერება. აი, ტრიპები რამდენად მნიშვნელოვანია რა, ან არ არის მნიშვნელოვანი. მე ესე უყურებ და ჩემ პრაქტიკაში და სულ მაგას ვაზიარებ თუ ვაზიარებ, რომ ერთადერთი რაც მიაქცევთ ტრიპში ყურადღება არის ის, რაც გრძნობ მაგ დროს, დაში. ჩემთვის რეალობა განისაზღვრება მარტო ამ სხეულით, აი აქ არის. სხვაგან რეალობა არ არის. ეს სხეული რომ მქონდეს, რეალობას ვერ გამოვცი. ანუ რეალობაზე რო ვილაპარაკო, შემიძლია ვილაპარაკო მარტო შენი პერსპექტივით. ხო. ოღონდ მარტო ჩემი პერსპექტივიდან, აი ანუ რეალობა ყველა შეთანხმების საკითხია რა, უნდა შევთანხმდეთ რა, ეხლა შენ რო თქვათ რაღაცებს მიყვები და ანუ ეგეც ხო რაღაც ანუ თუ ხდება რაღაც, ეგ ხო რაღაც დონეზე რეალობა. ანუ ფუნდამენტური რეალობა არის შემთთვის ის, რომ ვარ. ანუ არ ვიყო, არ მეცოდინებ არაფერი, ვერც დავტრიფო, ვერც დაკინახავ, ვერც ვერაფერზე ვიმშელებ, ვერც ვერაფერს გამოვცდი. ანუ ფუნდამენტური არის ყოფნა ჩემთვის. და ჩემი ყველაფერი არის ყოფნის მდგომარეობამდე მისვლა. რა მეწინააღმდეგება, ვთქვათ, რომ ეხა ვიყო მაგაში. ანუ ძირითადად არის ყურადღების სხვაგან გადატანა. თორე სულ ვარ. ყოველთვის ვარ. ხო და აი ჩემთვის რეალობა ეგ არის. მე ზდა 8 მილიარდ ადამიანს და ნებისმიერ განვითარებულ არსებას სხვადასხვა პლანეტებში თუ კი რამე არსებობს, თუ კი რამე ავის ტვინი თუ რაღაც, ერთად ყველას ფერს ექნება ერთი რაღაც რო არის. თუ არ არის, ვერ იწევს ვერაფერს. ვერ იქნება რა. ანუ არ ყოფნა არ არსებობს. სწორედ არ გასაგებად ვამბობ თუ რაღაც. კი, ხო. არსებობს. არ ყოფნა არ არსებობს, რა, ერთადერთი ყოფნა არსებობს. თუ ხო და იმის თქმა მინდა რომ აი ეს ყველაფერი, როგორც ეს ეხლა რასაც რეალობას ვეძახით, თუნდაც ეს პროექცია, აი ეს ყველაფერი. ესეც მაგ ილუზიურ, მაგ ტრიფის ნაწილია. მაგრამ რაღაც აი ამ ტრიფებში კიდე ტრიფები ხდება და ტრიფი სიზმარში კიდე სიზმარი ხო გინახავს რა. მაგის თქმა მინდა და იმ ხელა შეიძლება გავეხვეთ და ეხაც კიდე შეიძლება იმ ხელა იმაში ვიყოთ რა, ლეიერში, ესე რომ ვთქვათ რა, ჩასული. რომ ხო რა, ანუ სულ წავალ და წავალ. ანუ აი რაღაცა ხო, ანუ აი მოდის ეს არ ვიცი რა, აი წამის მემილიასედში ალბათ ან თუ შეგვიძლია ეგრე განსაზღვროთ, ხდება ახალი მატრიცა, ესე რომ ვთქვათ, ან ახალი ოთახი იხსნება და გადადის რა. მაგრამ სიზმარში და ყველგან, სადაც რაც უნდა იყოს, ერთადერთი ჭეშმარიტება არის, რომ ვარ. გამოცდილება უშუალო რა, ანუ აი ულაპარაკო სიტყვა, არ ჭირდება ფიქრი, ვარ. თავად ეს ყურადღება. ხო, ვარ. ხო და ჩემთვის ანუ ეგ არის რა, მნიშვნელოვანი და თერაპიის კუთხითაც რაღაცნაირად რა, როცა ადამიანები რაღაცებს ტრიფავენ, იმას უფრო საერთოდ მნიშვნელობა არ ქონდეს მაგას რა, საერთოდ რა. და აქ რაღაც კითხვაც მინდოდა რა. მე გეუბნები რომ რატომ მოდივართ ახლა. ხო, რეალობაზე როგორ შევთანხმდეთ თქო რა და უბრალოდ კითხვასაც პასუხი თითქოს მე გავეცი, შემთხვევით როგორ არის. ხო, ჩემთვის არის ეგ არის სამსახად და თან ვამღამებ ბალანს ყოფნას და თამაშის შორის. იმიტომ რომ პარალელური განზომილებები და სხვადასხვა შრეები და ასე შემდეგ შეიძლება რომ იყოს ძალიან საინტერესო სათამაშო ველი. ხო და ნუ გადასვლას. თან რო ვიყო და თან რო მართო განზომილებები, ჩემი ყურადღებით, ანუ ჩემი ყურადღებით რო გადავართ განზომილებები, მაგას ვამბობ. ხო. არ დაგავიწყდეს რომ ხარ. ანუ არ მავიწყდება. არც ერთ ტრიპში არ იყო ისე, რომ არ გახსოვდეს რომ ხარ. არა, ეგ სუმახსოვს, ეგ არ მავიწყდება. რომ დღეს თუნდაც აი ეხლა რასაც სტანდარტულ რეალობას ამ ლეიერს, რასაც სამ განზომილებიან იმას რო ეძახით რა ადამიანებს ცხოვრობენ, მანდ 99% ადამიანებს ამ შეიძლება ვამეტებ, მაგრამ ძალიან მეტი ადამიანებს ეგ დავიწყებული აქვს რომ არიან.
კი. ანუ შეიძლება კი მე ვარ მარასო თუ რაღაც ესე კითხა რაღაც ამ ცნობიერების დონეზე არ აქვს ეგ. ხო და რა მარტივი ამ დროს. იდეაში უმარტივეს რამე, ძალიან მარტივი რამე, მაგრამ თან ჩემ შემთხვევაში უფრო ეს რომ მოხდა, სანამ მოხდა კი ძნელი იყო. რომ მოხდა მე ხო ძალიან მარტივი იყო გახსენდება. მაგრამ ეხლა ძალიან საინტერესო და ეგეთივე შრომატევადი ის არ იყო შრომა, ის უცებ მოხდა, მაგრამ ეს შრომატევადი პროცესია, რომ გამოვამებ ამის ამ რეალობებში ნავიგაციას რა. ამას არასდროს არ ვაკეთები, სულ ერთი იყო ჩემთვის და ისე ვერთობი, შარშან დავიწყე. და როგორ გაერთობი რა იქნება? რავი, მსახურებაში ვიყავი. აი ხა რა იქნება, თქვათ, არ ერთობი. აი რო ფერი არ იყოს გასართობი, არც ეგ ტრიფები. აი ჩაგიკეტეს ტვინის ეგ. როგორც ვიყავი. როგორ? მსახურებაში ვიყავი. რა შეგულს მსახურებაში? ეს ადამიანი ამ ადამიანის რაღაცა სურვილები და თავისებურებები რაღაცები მქონდა უარყოფილი პრინციპში. ანუ სულ ის მქონდა რა ეს იყო სულიერი მისიის ძიებაში? რაღაცა რომ და სულელია ეხლა ეს არის გასაკეთებელი აი სულ ეს იყო. მაგრამ მაგდებდა პირადი ურთიერთობები. მაგრამ იქაც სუპერეგო ფუთავდა, რომ აი ეს დიაგნოზია. ურთიერთობა. ხო, ურთიერთობაში მოწამეობრივი ღვაწლი. ზრუნვაგინდა და ურთიერთობაში თუ? ურთიერთობაში მეწამებოდი დიადი იდეისთვის და დიადი გრძნობისთვის. და ხო, ვეხმარებოდი ადამიანს, რომ საუკეთესო საკუთარ ზაღს როგორც მე ცადე დავხმარებოდი, რომ ჩემი საუკეთესო პოდკასტი ყოფილიყო. არა, ეხლა მე რა მოხდა, რომ ძალიან საინტერესო მომენტი იყო მაგ გადართვაში, პრინციპში რაც მახსენდება, რომ მამუკა გურულმა მითხრა, რომ შენო ხარ ისა ურეთრალური ტიპიო ვექტორული ფსიქოლოგიით. ანუ ბელადიო ტვინი გამისკდა. ვექტორული ფსიქოლოგიაში ეს არის ურეთრალური ვექტორის სიტყვაზე უფრო მნიშვნელოვანი გითხრას და უფრო გასაგები. ურეთრალური ვექტორის მატარებელი ხარო. ანუ ტვინი გაქვს მოწყობილი ესეო პირობითად, რომ ეგენი ყოფენ განვითარების ეტაპების მიხედვით ურეთრალური განვითარება, აი რაღაცა სასქესო საშარდო ფუნქციის განვითარებას ამბავი, ხო? ხო და ეგო და სმენა, ანუ ორი ვექტორია, წამყვანი ხოლმე სხეულის ქვედა ნაწილიდან და ზედა ნაწილიდან. ნუ ქვედა პირობითად მტკიცია და სამომავლობელი სისტემაც. ხო და ეგ არის ბელადიო და ბელადის განხორციელების რეალიზაციის უპრიმიტიულესი გზა არის გამრავლებაო ტომისო. თან პოვნაო ტომის წევრის, ვისაც დახმარება ჭირდებაო და იმისი გამრავლებაო, ისე რომ ვერ მრავლდება. რა ეს ენერგიაო და მიმართავთ პირდაპირ ტომის მსახურებაშიო და ამ მომენტისთვის უკვე მქონდა ერთობა, ხიზელი ტომი ესე ერქვა, ესე დავარქვი და ისე ყვილად არისო თქო და მათ სადაც ჩავუშვი ეგ სუიჩი, რომ რასაც პირად ურთიერთობაში ვაკეთებ, მოდი ხა ეს ჩემი ფუნქცია ავიღო და ისე მოვახმარო ადამიანებს, რა და ეხლა ესე ვარიგებ. შეიძლება საერთოდ დანებდე მაგას და აღარ იყოს და ვეხმარები ადამიანებს. ხო, ეს როგორც ყვები, ჩემ თუ ის უფრო რასაც ჩვები გჭირდება, მაგას რო შვები ვიდრე პროსტა რა თქმა უნდა, ორი ჩემი რეალიზებაა. შვები, ხო. ჩემი რეალიზებაა. რო აი ხარვატკი და არ ქნა არავის არის ზრუნო და არც ადამიანებს არც ურთიერთობაში არის ეგ ზრუნო არ გამოხატა რა მოხდება. პირველი რაც მოვიდა ეხლა პასუხი არის, რომ ზრუნვა არის ადამიანის თვისება. ეგ არის ორი პასუხი. პირველი პასუხი რაც მომივიდა ეგ არის. ეხლა უფრო მათ რო ჩავიდე, რას ვიზამ? ნუ თლიანად ამაზე ზრუნვას მიცემ ენერგიას, რადგან ამ ყოფნის რომ აი რა მუსიკას დავუთმობდები დროს
ევროპის რა ეგეც დაუთხარ. სადაც გაახარებს. და არ ხო, ვახერხებ. კრეივინგენ რამე არ გექნება ან სინანული იმის რომ მაგის დათმობაზე. ისა ადრე მქონდა მახსოვს ის დათმობის მზრუნვის არ გამოვხატვის. მახსოვს რომ აი 21-ის რო ვიყავი და ცდილობები რომ მქონდა ძალიან ძაფრად განიცდებოდა ეგ რომ ურთიერთობაში არ ვიყავი რაღაცა პერიოდიდან განა ის რომ ჩემზე ზრუნავდნენ რომ მე ზრუნვის გაცემა არ შემეძლო ეგ მაწუხებდა და კატა ვიყოლია მაგიტომ რომ იმაზე მეზრუნავ მახსოვს რომ ეს ძალიან მჭირდებოდა ზრუნვის გაცემა საინტერესო ხო და რასაც გრძნობ მაგზუ აი საჭიროება ხო რაღაც დონეზე საჭიროებას რო გრძნობ იმ მომენტში რაღაც დონეს დისკომფორტი ტანჯვა რაღაც რო გჭირს და წყალი უცხურია რაღაც დონეზე ტანჯვა ან ოქშია რაღაც დონეზე ტანჯვა ან რაღაც აი საჭიროებას რასაც ვარქმევთ ჩემთვის ეგ რაღაცნაირად სინონიმურია ტანჯვასთან იმ მომენტში აი 21 წელს ვიყავი რომ მე ხთო რაღაც ჭირდებოდა არ შეგიძლია შეეწინააღმდეგო რაღაცნაირად ჭირდება რა ხარი ჭირდება წყალი ჭირდება რაღაცა ჭირდება და მაგდროს რა ის რასაც გრძნობ აი მაგაში რომ მაგაში დანებდე აი რა იქნება დანებდე ანუ არ გააკეთო და დაუჭირე აი რასაც გეუბნება რო ქნა ხო თან ხო სხეულებრივად არის გამოვლენები რა სადაც აგზნობ რაღაცა შეიძლება იყოს სტრესი კონტროლი დაძაბულობა რაღაც ქიმია სხვანაირად მიდიოდეს სხეული სხვანაირად იყოს ვიდრე შენ გონებრივი მდგომარეობა და უბრალოდ გაჩერდა და დანებდე მომეს ну დანებდე რა მინდო არ უპასუხო არ იმოქმედო ხო დაუჭირე აი მესმის რომ ჩვენ ტრაუმები ვართ როგორც ევოლუციურად მოყვება რაღაც ტრაუმები ისე კულტურული აქედან რა ან მე მგონია და შეიძლება არ ვარ მართალი რომ აღარ აქვს საჭიროება ეგეთ მახსოვს როგორი იყო ეს სიმძაფრე რა და რომ აღარ არის რომ კრეივინგი მაქვს ხოლმე ღამე 3 საათზე 4 საათზე თუ გამოვიდა არაცნობიერი ვარ და უცებ ჭამა მინდება ძალიან და ჭამა. ეგ კრეივინგი მაგ და ეგ სადღაც ძალიან ბავშვობიდან არის სამზადებლობა სულ და აი რომ გადავრჩე რაც და არის მანდ. ანუ ცნობ მაგ ეგ ვიცი რომ არის. და ძალიან საყვარელი ტიპია. მაგრამ აი ეს რომ თუ არ ვიზრუნებ სულად რა აი ეს წოლმიდან მოდის რა შეთხოვა. ანუ აი ძალიან რთული და სანახია, იმიტომ რომ 23 წლის 24-დან დედა ვარ. და ну ერთხელ იყო რომ მედიტაციაში უსასრულო სიცარიელეში ბავშვებიც რო გავუშვი, მანდ 2 საათი მაგრად ვიტირე. მეგონა რომ სრულად გავუშვი, მე ჩემს შვილს შარშანდას სჭირდა ნარკოზი და მანდაც უცებ დავტრიგერდი, იმიტომ რომ სულობის დროს იყო მოშლის საფრთხე და დავტრიგერდი და მივხვდი რომ ჯერ კიდევ მაქვს მისი სიკვდილის შიში. რომ შეიყვანეს ნარკოზი, მივხვდი თელ წინა პერიოდში ძალიან ნერვიულად ხალხმა მაგაუშვეს ნარკოზი, მაგრამ თან ანესთეზიოლოგმა მითხრა რომ არსებობს ალბათობა მეტალური დასასრულის და შემომაწერინეს რა. სტანდარტულად ნარკოზის შემთხვევაში. შეიძლება განვითარდეს ხო რაღაცა იშვიათ შემთხვევებში ხდება. ხო და ნუ მეთქი მაში ვარ და რომ შეიყვანეს და ხაპაღობით მდის ცრემლი და მივხვდი რომ კარგად მაგრად თურმე ვატარებ ამ დაძაბულობას ყოველ დღე და ვერ ვამშევ, მე რომ მგონია რომ ეს გავუშვი. ასე რომ ვუშვებ რომ ახლაც სადღაც ეს არის და მე ვერ ვხედავ. მოიჭრე. ხო და აი მან როგორ გავსაუბროთ რა. ეხა აი მე მგონი რომ შენ ქაოსურობა ვაკედანაც გამომდინარეობს. და ძალიან კაი არის დებისის გაქრა, ეგრევე ძალიან კაი ისტორიებს გვიყვები რა და ტრიპებს და რაღაც როგორც შენ თავს შემიაზრეთ რა, ისე მეც და გამოგზაურე ძალიან საკაიფო წარმოვიდი ეს რაღაც, მაგრამ მე ვერ ხვდები რომ ეს აი ნუ აი მისია რაღაცნაირად იმან რომ
გუგლმა რომ მოგიყვარო შენ და მე აქ წაიღე აქ გამოიყენე რა. ეგ ხო რაღაცნაირი მაინც მოიცა რა აი თქვათ ეს რაღაც უტარული რაღაც რომ მამუკაგურულმა ხო რომ გითხრა და რაღაც თვითონზე მზრუნველობა და ეს ურთიერთობებში რომ იყო და მე ხა აქეთ მომართე არ ვამბობ რომ მაგიტო, მაგრამ პირველი ეგ გამახსენდა და ნუ რაღაც აი რა ვიცით რა ჩვენ რეალურად აი წამოყვე სადღაც ჯაჭვი ხო აი მაგალითად რაღაც მამაჩემი სულად მექცეოდა მე შეიძლება რაღაცნაირად მოვიქცე ჩემს შულს მე რა საპირისპიროდ ან ისე რა ტრაუბე მოდის ესე რა რაც მომიჩ ჯაჭვი ხო პროგრამა რაც მომიჩ ჯაჭვი როცა წდება მე ვარ თავისუფლები რა რაღაც ეს და ის რომ აი შენი მისია რაც მე განსთან დამჭერები ვთქვი რომ შენი მისია არის მზრუნველობა რა რა მისია და რა ხო არის მოწყობის ფორმაა რა ხო ეს ავატარი ყავს მესმის იმ გენგალს ამოყვა გენგალ და შეიძლება წამოვიდა მაგრამ სადღაც არ გინდა რომ გაწყვეტო თქვათ ეგ რომ აღარ იყო მზრუნ. აი, იცი რა, მზრუნველობა ჩვენი ბუნებრივი ხო და ვიყავის განმავლობაში. მე გადაწყვეტე რომ ადამიანში უნდა ჩავბრუნდეთ ხო. ოკეი. ასაკეთებ მაგდროს განმავლობაში რა იყო. რაღაცა პერიოდი საერთოდ არ მქონდა ცნობები. საერთოდ არ პოზიტიურ ასპექტ პოზიტიურს დააქმნათ ნეგატიურს, იმიტომ რომ ორნაირად შეიძლება ერთი რომ თავიდან არანაირი. просто მარტო სიყვარულს გრძნობ და просто ყველაფერი ასწორებს და ეგ გავს, მაგრამ ძირი სხვა და მეორე იმენ ნამხარ. ხო და თავიდან იყო საერთოდ არაფერი. ვაფშე არაფერი. და ნუ მათ ცოტა ის მქონდა რომ ბავშვების მიმართ რატო არ გრძნობს სიყვარულს ეს ცოტა ის ხო არ არის თქო რაღაც. უფრო ნამდვილად, უფრო აპათიურ მდგომარეობაში ვიდრე. ხო, მე რატოღაც პირიქით მეგონა რომ მერე იყო ის მერე იყო კაი სიყვარული ყველას და ყველაფრის და აი მუდმივ და იქ просто ჩაერთო ესე თუ არა, просто არ ჩართულა. რაღაცები ქენდა. რაღაცები შედეგად მოხდა ხო. რაღაცები გამომიარე, რაღაცები ვაკეთე, რაღაცები იქნები, შემიძლია დეტალურად მოვუყვე. ყველაზე გარდამტეხი რა იყო ეგ შეიძლება მოყოლიყო. ყველაზე გარდამტეხი იყო რომ შემოხვდა ადამიანი ვისთანაც მქონდა ანუ ბავშვობის მერე ან ბავშვობა ხომ მქონდა ძალიან ისეთი რა გადახსნილი ფსიქიკის და მერე 23-ის მერე რომ ვიმკურნალე ანუ ცელობების მერე ბავშვიც რო გაჩნდა დავთანხმდი ოკეი მაგრამ რომ მეკურნალ მე თქვენ ხართ სამკურნალო ეს უყურდი და ბავშვიც რო გაჩნდა და რომ დამჭირდა რაღაც სტანდარტული სოციალური ფუნქციონირება დავთანხმდი რომ ოკეი ვიმკურნალებ თქვა და მე დაახლოებით 7 წელი ვიყავ ძალიან მიწიერი აი ძალიან მიწიერი ისეთი რომ აი ეგ პერიოდია რომ ტელევიზიაში ვარ აქტიურად და სრულად არ გაწყდა, მანამდე ძალიან გრძნობდი და რო დავიწყე მკურნალობა, მივხვდი რომ აქ არაფერი აღარ არის, მეთქი საწავიდა. მე რა იქიმსაც ვკითხე ფსიქიატრს, რომ მეთქი იმას რა შემოვიდა, ეგეთი ეფექტი არ ვიციო. მე დავგუგლე და მაშინ ChatGPT არის. ეს პერიოდი ChatGPT. არა, ხო ChatGPT-ზე ვოცნებობდი 13 წლის რო ვიყავი და ხა ხდები. რაღაც ზომიც, მაგრამ ხო მაინც რაღაც დაზარმაცებს და მომტანს როგორც დაზარმაცებს, მაგრამ კაი არის რაღაცებში. Research-ისთვის ის ამირჩევნია. Old school research-ი მირჩევნია udre. ხო ხო Google-საც ის ჯერ. ხო, მაინც old school მირჩევნია. ხო და მოკლედ ამ 23 წლის ასაკში რომ გაითიშა მე აღმოჩნდა რომ ეპიფიზი შავდა ეს პრეპარატი. ეგ რა. ეპიფიზი ის რა ანტენა, პლატონი ანტენას ეძახის ჯირკვალია თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის, რომელიც მელატონინს გამოყოფს და არეგულირებს როგორც მახსოვს სეროტონინი, ნორადრენალინის ცვლასაც და DMT-ც თუ არ ვცდები იქ გამოიყოფა. მოკლედ ანტენაა რა და ეს გაუთიშია. და თქვა მეთქი აქ ვარ, ოკეი და მე ძალიან ფრთხილად ვიყავი, რომ რამე არ განვიცადე, რომ ისე იქ არ გადავარდე რა. ჩაერთოს ისე. ხო, ანუ სკოლში არ გადავარდე.
და ან მუსიკასაც არ უსმენდი, აღარც ვწერდი არაფერს და არც ალკოჰოლს არ ვსვამდი, არაფერი არ მომიხმარია, ძალიან ესე თმავიარე 7 წელი. ოღონდ იქ აღარ ჩავარდე და 30-ის რო ვიყავი, შევხვდი ადამიანს, ვისაც ეს თვალებში ყურები, თუცა და ყველაფერი გაიხსნა. ხო და ანუ ისე გაიხსნა, რომ აი უცებ დავინახეთ, რომ ერთი ვართ და რომ ერთი ვიყავით ყოველთვის და არც სახელები, არც სქესი არაფერი არ არსებობს და ეს ცრელები რო გდიდა და საათობით ერთსაც ესე ვუყურე და ბღავით და აი რაღაცა სიგიჟე რა და სადღაც რამდენი თვის თავზე, ნახევარწოდო ცოტა ხანში, ცოტა მეტში ის მოკვდა და ეგ იყო რამაც და ჩაუშვა. ანუ სიკვდილებით სწავლობ რო დავიწყე, ის ბებიარო იყო, მე მან ეგ იყო, რამაც მასწავლებელი იყო და გამოგვიძა. და რა მოხდა? მან გამოვიდი. აპათია გაპოზიტივა. მან ვერაფერს, ერთი რომ მეც მინდოდა წავშვა ძალიან ძლიერად მინდოდა და თავი შევიკავე, მაგრამ გრძნობები გაითიშა და ეს რეალობა ძალიან რეალური გახდა, ძალიან აშკარა იყო, რომ ილუზიაა რა, ძალიან და მაგის მერე მანამდე დავიწყე იოგა დაახლოებით 2 წლით ადრე იოგა და მედიტაცია ისე რა ცოტ-ცოტა და მან ჩავაჭირე მაგრად და რაღაცა ყველა პრაქტიკას ვაკეთებდი, რაც შეიძლება. გადარჩენის მიზნით თავს. დაკავშირების მიზნით. ძირითადად დაკავშირება იყო მიზანი. ხო და მერე იყო რაღაც 1-2 რომ ნახე და გამოვიდა დაკავშირება, მერე იყო გასხივოსნება მიზანი. და გასხივოსნება რატო იყო მიზანი? ასწოროს ერთის მხრივ ხო ისე დამცველი განაცხადია. და რა იყო აქშენთვის მაშინ? გასხივოსნება? ნუ ამბიცია ალბათ, იმიტომ რომ სუის ვიყავე, ბავშვებში ნეო მერქობათუში ნეოს მეძახდნენ მატრიცის გამო. ანუ ეს ის რჩეულა. რა ხო, თან მე დავირქვი. ანუ პრესმიერ სკოლაში და მეთქი დღეიდან ნეო დამიძახეთ. ხო და ერთის მხრივ ეგ, რომ აი რაღაცა მაქსიმუმი უნდა გავაკეთო თუ რაღაცა ყოველს ინტერესი მარტო მაქსიმუმის უკან მაქსიმალისტი ვიყავი, რასაც თუ აკეთებ ბოლომდე უნდა ჩამეჭირე ისე რა აზრი აქვს. და მეორეს მხრივ ადამიანური იყო, რომ თუ დავრჩი, მაგრამ დავრჩე ბოლომდე რა, მაგრამ ცოცხალი ვიყო რა. იმიტომ რომ საერთოდ ცოცხალი ხო და ვიყავი და ვხვდებოდი, რომ ბავშვებს სჭირდები ცოცხალი და რომ ესენი პროგრამდებიან. პარალელურად ჩემი ყოფისას მინდოდა საუკეთესო რაც შესაძლებელი იყო ეგეთი პროგრამები მიმეცა. ანუ რა მოუყვე. რა ბაზარია ვაფშე? რას შვებით და რაში ადამიანებს ეხმარება მაგისტრის კარგი რა შეეხმარება ადამიანებს და ხო ხო რა დაგეცე არა მაყოფრასი ჩვევი ხო არა დავიღალე ახსნა გამარტებით რა ანუ მარკეტინგი პიარის საკითხებით მარკარა ეხა მაგსათვალებით შეხედე მაგიტო არ მოგეწონა ეხა პროსტო მაინტერესებს მე რა ხდება ვინ მომიყავ მაინტერესებს პროსტო რა ხდება ის ჩამერდა პასუხისმგებლობა მაშინ შეტყობ მანამდე ეგეც ტრიგერია სხვათა შორის ხო მაგის წინა პოდკასტში ვისაუბრეთ ზოგადად ეს როის არის უკვე ძალიან რო ტრენიან ან მარკეტინგულ რაღაცებზე გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს ანუ კომუნიკაცია რო საჭიროა რა პროცესი საპოვნელი არის ისეთი გზა რომელიც ჩვენთვის ბუნებრივი იქნება და ჯერ მე მიჭერს რა აი ბევრი ენერგია მოვარდაიწყოთ ხაზე ბუნებრივი არის ხოლმე აი რასაც ჩვები და რაც მოგწონს რომ ჩვები ეგ რო აი მეგობარს ან ვინმეს მოუყავ ისაც მართლა ინტერესებს რომ აი რა შვები და ესე უყოლი
ეს რასაც უყურებ, ყველაზე კაი მარკეტინგი ეგ არის რა. მე ხა მარკეტინგის ჩარჩოში როსა უკვე ესე ხარ რომ ეხა რაღაცები სწორედ უნდა თქვა, ისე უნდა ჰუკი უნდა თქვა, რაღაც უნდა თქვა. არა, მაგას არ ვშვები, მაგრამ ის რო არის რომ აი ხა რაღაც უნდა დაპოსტო ვთქვათ, კვირაში სამჯერ მაინც ან რაღაცა. იმე შეერჩო შეერთდა ვიდეოს. ყოველ მაინც რა, ხო, ყოველ დღე, მაგრამ მახსოვს რომ აი მე განდეგილად ცხოვრობდი და ძალიან კარგი იყო. მაშინ ჩემ თანამშრომლები იყვნენ ინფლუენსერები და მაგრით ვიკვირდი რომ მეთქი მე თუ რა ტანჯვაში და ჯოჯოხებში ცხოვრობდეს. Right, დღეს მაგას ასატვირდი ხო? ეხლა ყველა ინფლუენსერი უნდა იყოს უკვე ანუ ეხლა ორ რეალობაში ვცხოვრობ. მარტივი შენი ენის ლაპარაკობ, მგონია რომ ადუნე ეგ ძალიან კომპლიკეიტად არ უნდა იყოს, რომელიც დაგვიზო კომპლიკეიტად რო იყოს. თუ ხა რაღაც ერთი ლისტა და ერთი ერთ წუთი ლისტა და სტელდას ვახარჯო სკრიპტა და რაღაცას ვერ ვიზო მაგას. თუ ეგრე მარტივ ფლოუ არის ამას. ხო, მე მასშტაბი. კურსი მოგვიყევი. კურსის ვიდეოებს მივიღებ სადაც ზუმის ჩანაწერი, ზუმში ინახება უხალისხოთ. ვიღებ იქ და რამე მაგას ხარისხიც ძალიან მნიშვნელოვანია. თავი რას შვები. ხო და მოკლედ იქიდან ვიღებ ვიდეოს და ვდებ ამას. კაი ოპერაცია. თან პოულობს თავის ადამიანს. ვის თუ ისეც არის, იმას მოეწონება და მომამერე შემდეგ. მგონია რომ ეგ ყველაზე ნამდვილია, იმიტომ რომ იქ მართლა ადამიანებს ველაპარაკები რაღაცას და აღარ მახსოვს რომ ეგ კამერაა. აი ამ პოდკასტის ვიდეოს რაღაც პონჩი იყო, მართლა ყოფილი რაღაცა. ბევრი იდეა ქონდა. ბევრი ერთი იდეა ქონდა და იგი. ხო და ხო არის ხა. არის კი. ეხლა მაგას ავუშვები. ხო და რა არის შემოქმედის გზა არის რომ აი მაშინ რომ ვიყავი რაღაცნაირ ლივში რა და ყველაფერი ანუ სამყარო თავისით მაძლევდა საარსებოს და რაღაცნაირად ვიყავი რა არაფერი არ მინდოდა საერთოდ არ მინდოდა კარგად ვიყავი როგორც ვიყავი ხო ზუსტად აღწერს იმას როგორც თვითკმარი საკმარისი ყველაფერი ხო თვითკმარი ვიყავი შინაგანი მუშაობა მიდიოდა ანუ ინტენსიურად მუშაობდი ყოველ დღე ტირებდი, იმას ვაკეთებდი, რაღაცა, მაგრამ რაღაც მომენტში და როგორ იყო არ მახსოვს, მაგრამ დადგა საკითხი, რომ რაღაცა უნდა გავაკეთო. ანუ რაღაცა უნდა გავცე. რაღაცა ენერგეტიკულ ბრუნვაში, რაღაცაში უნდა შევიდე მოკლედ გარემოსთან. ალბათ ფული მთავრდებოდა. მაგრამ მანამდე რამდენიმეჯერ მთავრდებოდა და ისე მოდიოდა თავისით, მაგრამ იმ მომენტში რატომაც გავწვდო რაღაცა უნდა ვქნა. აი რა ბოდიში როწოდე, რა კარგად რო ხარ თუ ეგრე თვითკმარ თუ რაღაცნაირად გინდება, მაგრამ ამის სხვისთვისაც გამტარი ეგეც არის ალბათ ერთ-ერთი მომძრაობელი, რაც ცოტა creativity-სკენ რა შექმნისკენ რაღაცისკენ გიბიძგებს. გინდება, ეგ ცოტა ისეთი სიტყვა რა, უფრო ვიტყვი რომ ეგოია. ანუ გამტარი ხარ просто ეგ შენ მდგომარეობა და ხარ ისე თქვენს თამაშია. ხო და არა, ვერ ვშვებოდი მაგას, გაჩერებული ვიყავ, მეკითხებოდნენ, თხოვდნენ, რომ გააზიარე და მე გზა არ ვიცოდი. ოკეი. ხო. ნუ ერთი რომ დავიწყე კვლევა, კითხვა იმისთვის, რომ ხედვის გადმოცემა შემძლებოდა. თან მაგდროს იყო რომ სიზმართხილვასთან მუშაობდი და იქიდანაც რაღაცა ინფორმაციები მოვიდა, ეხლა დეტალებში არ ჩავალ. თუნდაც ჩავალ, მაგრამ სხვანაირად გვიყვარს. ხო და ნუ მან ერთი მიმართულება მუშავდებოდა, რომ ხედვის გადაცემა როგორ შეიძლება და მეორე მიმართულება იყო ბავშვობაში ვიყავი სულ მუსიკაში და სულ არტში და ესეც გაჩერებული იყო. რაც გაჩერდა მაშინ ანტიდეპრესანტი და სხვა წამლები რო დავიწყე, მერე ჩაირთო, როდესაც ეს გახსნა მოხდა, მაშინვე ეგრევე მუსიკა დაიწერა და ნუ აი რაღაცა ბავშვობა გამახსენდა, ისეთ ბავშვების მოგონებები, მოკლედ გული გაიხსნა და გაიხსნა ნაკადიც. მერე ისევ ეს ჩაიკეტა
და ვეძებდი აი როგორ უნდა ვიმოქმედო. იმასაც კი ვერ ვამბობდი რომ მუსიკოსი ვარ, იმიტომ რომ ვცნობდი რომ ვუღალატე მე ამას ბავშვობაში ძალიან ვიყავი ფანატიკურად ვიყავი და მე რომ შევწყვიტე ყველაფერი, ვთვლიდი რომ არ ვარ მაგის ღირსი. ხო და რაღაცა ეს ხედვები მქონდა რა უნდა მეკეთებინა იგივე საუნდტრეკი რითრითები რაღაცები, მაგრამ ისე რომ ჩემთვის ჩუმად დასკრინული რაღაცა სხვისი ფოტო ან რაღაცა ვერ ვიძახდი მაგას. ერთ მეგობრისთვის პატარა ესე სახში ცოტათი რაც 1,100 და რაღაც საუნდტრეკი გამიკეთებია და მე შემხვდა The Artist's Way ჯულია კემერონის ესეთი წიგნი არის 12 კვირიანი 12 ნაბიჯის პრინციპზე დაფუძნებული წიგნი, რომელიც გატარებს ტრანსფორმაციის პროცესს, ანუ შენ შემოქმედებით არცთან გაბრუნებს. ხო და ეგ გავაკეთე. ალბათ მე გამიგზავნა 3 თვის, მაგრამ 6 თვე, იმიტომ რომ პატარა მყავდა მაშინ მოვა და ხო და აი ესეთი შვება იყო, ისეთი რაღაცები გახსნა, რომ ვარც ვიცოდი რომ იყო და დაიწყო ეს ფიზელი ტომი შეიქმნა და რაღაცები მოკლედ მოძრაობა დაიწყო. მე დავიწყე ამ წიგნს ხვიდლობ და მეგობრებს ურიგებდი. კენ. რაღაცა ერთმა ეხლა ხანს დაიწყო ერთმა რაც ნახევრამდე მიიყვანა და დაიწყო თავისი საქმე. ერთმა არაფერი არ ქნა. მირობით რა კურსი გააკეთეო რა ესე ჩემითო ვერ იმაშვებიო. და ზოგადად კაი იქნებოდა რომ გააკეთო და დავიწყე მაგაზე ფიქრი, მაგრამ რო ვფიქრობდი ამაზე ვფიქრობდი რომ მარტო ეს არ არის თქო რა იმ მომენტისთვის მე როგორ აიავასკაზე მქონდა ეგ გამოცდილი რომ მე რაც მივიღე აიავასკაზე მეგონა რომ ყველა ამას იღებს და მე ვნახე რომ არ არის ეგრე რომ ანუ შენ მზაობის მიხედვით შეგიძლია გამოიტანო რა ხო და ვფიქრობდი იმაზე როგორ შეიძლება მომამზადო ადამიანი ისე რომ აი ეს აღმოჩნდეს და აი გაიხსნა და წამოვიდა ნაკადი რა და რაღაცები დავამატე შესაბამისად მედიტაციური პრაქტიკები რაღაცები რომ ამან მოგცეს ის შედეგი რომ აი ნაკადი იგრძნო და სასიცოცხლო ნაკადის გამტარი გახდა ხო და მოკლედ აი ეს გამოვიდა შედეგად ხო რომ აი ის გაიხსენო რა ხარ და გამტარი გახდა. იგივე მე რაღაცნაირად ემპათიას ყოფნას, კრეატივ ყოფნას, მზრუნვას, რაც ეგ არის შეიძლება სულ მამაკეთ ახლა. ხო, და ეს არის შემოქმედის გზა, რომ ბლოკებს პოულობ, აშორებ, რაც პროგრამები, რაც ბლოკავს იმისგან, რომ გამტარი იყო და შეგი უნიკალური პრიზმით, რომ გამოატარო. სხეულში დაძაბულობები. სხეულში დაძაბულობები, ხო სხეულს ვაკვირდებით და სხეულიდან ჩავდივართ მერე მოგონებაში, ემოციაში და პროგრამაში. ბიოენერგეტიკული სამუშაოები რა. ხო, რა ვიცი, სხვადასხვა შრეში, იმიტომ რომ იქ რაღაცები, ხო, პრინციპი ბიოენერგეტიკა ემოციური რეგულიზაცияც ხო, ემოციურიც არის, მენტალური სამუშაოც არის, ხო, დისციპლინა არის, რაღაცები და ხედვის ცვლილება, სწორი ბლოკები არის ემოციური და მაგებთან აშრებით. აი ემოციური ბლოკს არ ვიყავ. ხო, მე მიადექი. რაღაცა ვიყავ ბავშვობიდან და ბავშვობიდან და ხო, არა, ნუ რაღაცას არ ატარებ. როგორ პროცესი როგორია. ბრავე, იმიცია, ამ თვითონ ამ კურსში არის ამასე ამას რაც აქვს ორიგინალში. არის აფირმაციით გადაწერა. რაც საკმარისი ჩემი აზრით არ არის და ამიტომ ვაკეთებთ გაბორმატეს ამ compassionary inquiry, compassionate. ხოდაზმოდე თანაგრძნობით კვლევის ამბავი რა, რომ სხეულში სად არის, ვაკვირდებით, გრძნობთ, მე მივდივართ ამ გრძნობაში სულ პირველი რაც ვახსოვს, და მე იმასთან ვურთიერთობ. ცვლით მაგას თუ არა? იცი რა, ძირითადად ყოფნის თანაგრძნობა მანდ და მე არის მარისა პიერი რო არის ჰიპნოთერაპევტი, იმას ჰქონდა ერთხელ, რომ წამოიყვანო იქიდან ეს ბავშვი აქ.
და ეს ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, вообще სხვა ლეიერი რა. საერთოდ საინტერესო ძალიან. მოკლედ ტრიქებია რომ მოატყო ჯოშის დასაღები არა, აი რაღაცა ცული რა. განებების ტრიქებია ჩემთვის ახლა მე როგორც ავარქო. აი ამას გაშვების ტრიქებია. ბავშვი თუ მოყავს რაღაცნაირად ამას ატყო რომ კი დატყო, ფიზიკურად ხო, აი მე მენტალურად აყომარი. ხო, იმენა ჰიპნოტიკა. მდგომარეობაში უნდა იყოს. არა, ესე ხო, ძალიან მოდუნებული უნდა იყოს. მედიტირებ რა. ჰიპნოზი ავარქმევდი მე, იმენა ჰიპნოზი შო ავარქმევდი. საკუთარ თავთან აკეთებ მე მაგას. წერას ვთქვით რა, მე აი წერა შეიძლება გითხრა. აი პირველად რას ნაძლევს, პირველად რას აღბერძენი რა მნიშვნელობა აქვს მაგას. პირველად რა მნიშვნელობა აქვს? მაგალითად ეგ ხო ეგეც და ეგ გამომიყენებია მაშინ თუ შეუძლებელი იყო ადამიანის ტვინის გაჩერება აქ. თუ ესე დახტო და მაშინ მე მემორით რო აძევნინებ. თავ თუნდება რა რეზისტენტული აღარ არის. იქ არის და მაგ დროს გრძნობს და მე ატყობ გინდა თორე რომ შეეცლოვინო რა მე უკვე ათრიფინებ როგორც გადაწყვეტ დროს აჭირო. ხო, მაგას მოხდებია მსგავს რაღაცებს მე ვიყენებ. просто რაღაცა ოთახში შესვლა და რაღაცა პირდაპირ სცენარის გათამაშება და რაღაცა მსგავს რაღაცა შვება რა. დასგულისხმობ. აი, თქვათ, არ ვიცი, რა მშობელთან მშობლისგან ტრავმა, როლპლეისავით, ოღონდ მე არ ვისწავლე თამაშები მაგ დროს ის იმასთან მოლაპარაკობს. შენზე შეიძლება აქნევდნენ, მაგრამ შეგრძნება გაათრიგერო ადამიანმა, აი დედის ტრავმა. როლპლეი ცოტა სხვა არის როლპლეი. მე ვამბობ სიტუაციის გათამაშების. არის მოკლედ ისე გატრიგერება ადამიანის კონკრეტული რაღაცის ბავშვობის ტრავმა, დედასთან, არ ვიცი, ბრაზი, შიში, რაღაც ნებისმიერ რაღაც, ხაულებრივი გამოვლინება რომ რაღაც არის, თქვათ სად არის. რა. ხელი. როგორი არის და ეხაც მანდარი. ну შემიძლია პრესა ხან არაფერი არ იქნა. თავი დავჭერე პრესტაჟი, ოღონდ კისერი მოდუნე და ჯემო მოგიხდი. მაინც არ გავს მოდუნებულს, მაგრამ ეს ის მოგიყავით. ხო, აი კისერი წელში მაწვება. როგორი შეიძლება? ხვილი. აი საფუძველი. შეიძლება გაგიგო მოდუნო სადაც просто მაგადგილთან იყავი და მოდუნე. ასან თუ გრძელდება გქონოთ. გამოიყურებსება. ფიქრობ შეხა. შეგვიძლია ასენჩე. პროტოტიპა. არ შეიძლება ამასუნ თქვა მოყურება. ამ მოდუნე როგორ შეიძლება ყველა გამოსვლა. არც ამასუნ თქვა. მოდუნე მოკამპს. უბრალოდ შენ ყოველდღე იყოს მაგას. არაფრის გამო უბრალოდ ოპტნის გამო. როგორ შეიძლება მოყვა. გულში ჩავ. ელში არის. ცოტა დარჩა გარში ციცარი. სად უფრო მთავარია გულში თუ ყელში? გულში. ოკეი, ჩანდი მაშინ გულში. თუ შეიძლება გაყავი ან ნაცელი ყელთანაც კონდეს ხოლმე და გულთანაც. ანუ აი ხა სულია, უფრო და უფრო მძიმდაა. ოკეი, მაშინ გულში. და მოდუნე თუ შეიძლება იგადგა. ხრებსაც დააკვირდი შეიძლება ხრებსაც წებობდი. ნეკნებს კი ხوار გადადის. კი, მაგას და
დამძიმება შეწყვიტა. ეს შეერებულია უბრალოდ. ოკეი. ყელში გრძელდება ის. არა, მარტო გულში ახლა ცენტრში ლოკალიზებული. კიდე რომ მოდუნო შეგვიძლია. მისი უბრალოდ რამე მოსადმობელია. გვერდებზე უკან ზურგისკენ. უფრო და უფრო იკვეთება. ჭრელი ხდება. ჭრელი რო ხდება, თუ აღარ გახდება. გამრგვალდა და სილმაში შევიდა უფრო, ამ თითქოს გამოდიოდა ამ თითქოს შეჭრიდა. გამრგვალდა შიგნით შევიდა და ის საერთოდ ელისკენ ამოსული ის ისაკისი. გრძელდება ყელისკენ. ანუ აპირებდა ამოსვლას და ყურადღება რომ მიაქციის უკან ჩავიდა. დარჩი მაგისთან, სადაც არის როგორც არის. და მოდუნა ბარდეოს და სულ შეეცადა რომ ყველა გამოსულ თქვასთან ერთად ეგ ადგილი რასაც გრძნობ გავუშვოთ ცოტათი მაინც. სულ ცოტაც რო იყოს. დარჩი შეგრძნებას. მოგყავი რა ხდებათ. ტირილისკენ მიყავს. როგორ შეგრძნება და სად არის? ტირილი მინდა შეგრძნება სად არის? ანუ წერდები ვიგზე ისო წამოვიდა. და მიყვები სამჩუქებას ახლა. ყურადღება დატოვოთ ენად შეგრძნებას. ეს ცოტა ანუ ეს განცალკევებული არ არის. გასულსო. თითქოს გუნგერის წინა ნაწილს შეერწყა. ეს ნაწილი. გაიშალა უფრო. შიგნით იყო ხო და ხა ეს გამოვიდა თითქოს. შიგა უფრო მყარში. მოგაიშალა და ბირთვი აქვს ამე ისე სადაც უფრო მთავარი გონია რა. ოდნავ უფრო მეტად იბრძოდა აი. შეეცადა რომ ნაკლები მოძრაობა და უფრო მარტივი იქნა. თავი სადაც არის მანდი ყავმთლიანად და შენი ყურადღებას გაშალე მაგასთან ერთად როგორც იშლება. ყურადღებით იყავი უბრალოდ ვოტეთ რა ხდებოდა. დაუბრუნდი შეგრძნებას. მოგყავი რას გრძნობ. ხა მინდა რომ საერთოდ ენერგეტიკული პრაქტიკა რომ დავამატო თუ არ დავამატო. მითხარი რომ მაგალითად რა. სინათლის სვეტში რა ვიყო და ისიც დავუხმარე. რატო გინდა?
იმიტომ რომ მგონია რომ შემიძლია რომ ეს გაუშვა. რაღაცა ამოძრაო რა გაჩერებულია. სად არის გაჩერებული? არ ფსავშვება არ თიცულება არაფერი არ იმართება. ანუ კი იმის მედასწოს რომ ძალიან შეიცვალა. მანამ და ხოლოს. არ ბოლოს გაჩერებულია ეს რომ ამბობ. ხო, მაგრამ შეიძლება საკმარის ხანი რომ გავჩერდე კიდე შეიცვალოს. უბრალოდ შენელდა ეხა ეს ცვლილება. არიცა თუ გაშვებას. შორებას არ იყოს. უბრალოდ ყურადღება იყოს მან. ფიქრობ დაბრუნდა საშუალებას. როგორი საინტერესო ფიქრებიც არ მქონდეს არ აქვს მნიშვნელობა. ჩავბრუნდი. ანუ ეს ყველი რომ თავის კუთხეს ჭამს ეგ. ეს მაშინ ჩავბრუნდი. მეგრობის ესეთი შეგრძნება ცოტა ექსტაზური მაგრამ სწორედ შეგრძნებთ ყვავილის ფოთოლს პროცესს. ანუ ახლა ძალიან სირედი რაღაცა დარჩენილი. ისომ კერჩი თუ სხვა. რა? ისომ კერჩი თუ სხვა. აი იმ წერტილში თითქოს ის ხდება. დაიწოვა, მაგრამ სახარში. განშავა. სად? ეჭებში, ბულგარში, ხელებში, ყელში. როგორ შევიზნება? ცოტა ეს ყველაფერი ორიგინალ დამზადდა. ყველა ადგილში შვიდებს და ესე რა. სასიამოვნო. აგრესიო. აღელვოდეს. ცოტა შვების, ცოტა დამდგმოს. ცოტა სევდის. ჩემთვის უფრო სევდეს გავდა. ასკუსნო. Serikali Sevdi sada. Sevdi sada. Sada fizikuri. Centrში ამარა, ხა შეჭიმულობა ვიგზელი უცოლშიც. სადაც სულუკაც მიეცქი და შორის ქვემოთ მიეცქი. სადმე თალას ხმარის გარშე.
შემთხვევაზე გაიბეროს, ამ შემთხვევაზე თავისუფლად დაეშვეს მოსა. გაიბეროს შესაძლოა. ამ შემთხვევაზე დაეშვეს. Совершенно все договор. Шансы самого. По-моему, он тут такой народ, кому где логин тотально. სახეში რას გქნა თვალებთან და მოყების გარშემო და ცხვირის აკეთებით და პირის გარშემოც ამიტომ წაბულობა ან რამე შეგრძნება არ შეგნებთ სიხარულის შორის ორი შევა მე ხდება უნდერას კომის და როდი მომენტი არაფერი გამოვიდნენ რა ხდება და მაგის მოდუნებაც სადაც შეიძლება Стало волтушить. Es glaube, wir sind Zarakır da buna böyle. Tamam, sen de dararmak zorunda. Ne görüyor? Göreceğim o yüzden tanıkıtsın onları. Ben de oldum. რაღაცნაირი პოდკასტი იყოს. რაღაცნაირი იყო. იცი ამაში ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ დიდი ხანია არ გამიკეთებია ყველაფრის გარეშე მარტო ყურადღება. ამაც თქვა რომ არ დავიხმარე და არც მენტალურად არ დავიხმარე, არც ენერგეტიკულად არ დავიხმარე და ძალიან საინტერესო იყო. დააკითხა მაგ ასეთი. ფიქრობთ რომ ჯობია არ წაიხმარო არაფერი და ეს სტოიკურად გახვიდე? კაჩაში ჯობია ეს. მან თუ შეგვიძლია საბოლოოდ ეგ წინააღმდეგობა ქრება რა იმდენად საიფ ხდები მაგასთან რა ტრენინგებს რო აღარ არის საფრთხე რა და დაიდენტიფიცირება ხდება მაგის და ბოლოს გაშვება თავის ჩაიბონდება წინააღმდეგობას გავუშვა აი ეს მოდუნას რო გავიგნებოდი წინააღმდეგობის გაშვება რო შეგით რაც ხდება და მაგას რაც უნდა გააკეთებინა თავის დროზე გააკეთებინა აი ხო რა საერთოდ დასულიყო რაც ეგ
მაგას როგორ იზამ რომ შეგინო რაღაც მეთოდი თქნა. მაგრამ ჩემ შემთხვევაში და ჩემზე ყველაზე ეფექტური სხვა იყო ეგ. ხო, მე რაღაცა ვშვება, მაგრამ მე რაღაც გაჩნდეს და თუ სადმეა რაღაც პოზებით და ცოტა სუნთქვით ვეხმარები ხოლმე და ხმამოდუნებას ვაკეთებ იმ ადგილებში. გაჩნდეს გაჩნდა ადამიანს და რამდენად ჩემს ადამიანს ეგ ადგილი რამდენად დაჭემული ზოგი ვერადუნებს და გაჩნდეს ყველა ხდება რა გაჩნდა როგორი ჯაშოს მე ვერადუნებს ამ დროს რაღაც შეიძლება გააკეთებინა გაჩნდა მაგიტო რა ხო რეიხიანული ხო მასაჟი გავუკეთე მე რა ხომ საბუთ მე რეიხიანულით მე მაგასთან მიდიხარ ის პრე იოგაც კაი არის ხა იოგაც კი ძალიან გარბიბებს და საერთოდ მარტივად მიდის ლიცინით ის მე იოგა მე ხიდა მე შეიძლება საუბარს დაგჭირდეს ან ავტოეს ну вот ჩემთვისაც მოძრაობა სუნთქვა და მე მედიტაცია ну ხაშება საბოლოოდ ყველა პრაქტიკა მაინც გემონება საბოლოოდ აჯობა ხარდა ჩემთვის და Like kaosuri. Ცუდად გონია, ცუდად გაიგნო. არა ხო დავწიწო მაინც kaosuri. მე პრიგონს. მადლობა. არა ხო დავიც რა ქვია მას. ეს მადლობა. ოპნისთვის მადლობა. ოპნისთვის.